მოგესალმებით. მოგესალმებით 16 აპრილს სამშაბათ საღამოს ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და დღეს წარმოგიდგენთ პრეზიდენტის პოზიციის სტუდიაში და მივესალმებო ჩვენ სტუმარს საღამოშტობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით სტუდიაში მოსვლას და პირდაპირ ეთერში გადაცემაში მონაწილეობას. და მინდა პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყო საუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე, რადგან ბოლო დღეებია უკვე კეთდება განცხადებები და ისმის პოზიცია მთავრობის რომ უნდა დაიწყონ ომის გამოძიება. დღეს პროკურორმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მოვისმინეთ თქვენი განცხადებაც რომ თქვენ არ აპირებთ გამოძიებასთან თანამშრომლობას, რასაც თქვენმა ოპონენტებმა ასე ვთქვათ უწოდეს ისტერიული თქვენი ეს რეაქცია. რატომ მოყვა თქვენი მხრიდან ასეთი რეაქცია? რა საფრთხეს ხედავთ რომ ეს ომის გამოძიება დაიწყოს და ფიქრობთ რომ თქვათ ამოწურულია ყველა კითხვა მომთან დაკავშირებით? პირველ რიგში მე ამ შენობაში 3 წელი არ ყოფილვარ და მინდა თქვენ გკითხოთ რომ რა სტატუსით მომიწვიეთ მე ალბათ როგორც პრეზიდენტი ხო, მაგრამ პრეზიდენტი 3 წლის წინ და პრეზიდენტი ახლა ეს არის სრულიად სხვადასხვა რამ. ჩემი პრეზიდენტობა 3 წლის წინ მიუხედავად ყველა სირთულეებისა იყო ჩემთვის ძალიან დიდი გატაცების, ძალიან დიდი გრძდებარების, ენერგიის გამოწვევების წყარო. ჩემი დილა იწყებოდა იმით რომ ვილაპარაკობთ აბა სად რა მშენებლობა უნდა გადავიწყოთ, სად რა უნდა გავაკეთოთ. აი ეს დაგვრჩინოდნენ ამდენ ლენტებს ჭრით, მაგრამ ესეც სიამოვნებას მანიჭებდა. სად რამდენი ახალი სამუშაოს ადგილი უნდა შეგვექმნას საწარმოებში. საერთაშორისო გამოწვევები რა იყო. ახლა ჩემი პრეზიდენტობა ძალიან ღიად შემილი ამაზე ლაპარაკი. ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული და ძალიან რატომ რა უსიამოვნო პროცესი. ხა დილას ვიღვიძებ და პრაქტიკულად მართლა გითხრათ, აი ყოველი დღე ჩემთვის არის ძიმეთ იწყება, იმიტომ რომ ყველა ჩემი ძირითადი პროექტი არის გაჩერებული. და ჩემთვის გაუგებარი მიზეზი და მე თარიღებს უყურებ. მე ვიცოდი მაგალითად რომ მარტში და ეხლა სულ ფიქრობ, აი 1 წელი კიდე რომ დამცლოდა. აი ამის ყველაფრის ხელმძღვანელობა. მარტში მაგალითად აპრილში წყალტუბოში დავამთავრეთ პირველ რიგ სამუშაოების და წყალტუბოს აფხულში დაასაქმებთ 10,000 ადამიანს ირიბად და პირდაპირ რამდენიმე ათასი შეიძლება 9-10,000 და ჩვენ გვექნებოდა ერთი მაგარი კურორტი. სვანეთში, სადაც ყველაფერი ახლა გაჩერებულია, სადაც ზამთარში ტურიზმი საერთოდ არ იყო, რომელიც ასაქმებს იქ ხალხს, სხვა შანსი არ აქვს სვანეთს, ხო, ხა იქ სხვა რესურსები რა არის, ხო. ჩვენი საბაგიროები, რომელიც საფრანგეთში პრაქტიკულად უფასო ისეთ კრედიტით მოგცეს, რომ პრაქტიკულად ნაჩუქარი იყო. გაჭედეს ხა საფრანგეთში, ჩვენ მთავრობას ეს არ მოაქვს. ეს აღარ არის მათი პრიორიტეტი. 1 წელი რომ დამცლოდა, ჩამოვიტანდა უკვე ზაფხულში თეთრნულზე იქნებოდა ახალი კურორტი და პრაქტიკულად მესტიაში არ იქნებოდა არც ერთი დაუსაქმებელი ადამიანი, არც ერთი ოჯახი შემოსავლის გარეშე. ეხლა სასაცილო და ყბადაღებული თემა ვიღაცეებისთვის ლაზიკის სპორტი. მაგრამ 21 საუკუნეში შავი ზღვის შეხედეთ სადავართ რუკაზე საქართველოს სტრატეგიულად. სხვა რომელიც არის ჩინეთიდან ყველაზე მოკლე გზა ევროპისკენ, ხო? ეს ისეთი ოქრო საბადოა. ეს დასაცინი კი არ არის. ეს არის ღმერთმა მოგცა კანიონი, რომელიც ერთ-ერთი რუმინეთში კიდე ჩვენთან კონსტანცა არის და კონსტანცა არის დიდი პორტი ძალიან. სადაც შეგვიძლია და თან ზუსტად ოკუპირებული ხაზის აქეთ, სადაც შეგვიძლია ავაშენოთ ისეთი პორტი, რომელიც დაასაქმებს ათობით კი არა, ასობით ათას ადამიანს, იმიტომ რომ ეს ხო ლოჯისტიკა, ეს არის თერი ტვირთები წამოვა ავღანეთიდან ეხა გამოდის ჯარი ის ტვირთები, ხალხად რო კარგად, ეს არის გათას თემა. არის რამდენი ამ თემაზე ვიწყებ ლაპარაკს, ჩემი პრობლემა, კაი ეხა ხალხს ნუაღიზიანებ, რადოს ლაზიკავ, მაინც ვჩიუტად ვით გავაგზავნებ ამაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი რაღაცა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ სამგრელოსთვის ეს არის და საქართველოსთვის ეს არის დასაქმების უებარი საშუალო. ამიტომ ამას ბევრი სხვა საკითხია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან ბევრი ტკივნეული საკითხია, ეხლა რამდენი ვიზიტი მქონდა, ხო? და მართლა სერიოზულ ხალხი მიიღებს, სერიოზულ შეთანხმებას ვახცევ, მაგრამ ვინ არის პარტნიორი მთავრობაში, ვისაც შეიძლება უთხრა, თუნდაც გაუზიარო ის, რასაც მივახციეთ, ამ მოლაპარაკებისთვის ოთხრივი, ან ის საფრთხეები, რომელიც დავინახეთ თუნდაც ამ ბოლო ვიზიტების დროს იქ ამ ხელა ის ხო ჩვენ ყველა მეზობლის ლიდერთან ვიყავი ამერიკაში მიდივარ ახლა ევროპაში სულ დავდივარ ერთი სიტყვით მე რატო დავიწყე ეს კითხვა რატო ზივარ კიდე ერთ-ერთი განსხვავება ახლა ის არის რომ თქვენ ზიხართ ამ სტუდიაში და აქედან მიხვალ სახლში მე მოვიდი ამ სტუდიაში და აქედან წავალ სასახლეში მაგრამ ფუნქცია იმისა რომ ეს ერთი წელი მაინც არ ჩენილიყავით
ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ფუნქცია პირდაპირ ვთქვა და ყივნეული. განპირობებულია შემდეგი რაღაცით. ჩვენ გვაქვს დემოკრატიის რაღაც ჩარჩო. ჩვენ გვაქვს ეს დემოკრატია გადასარჩენი. ჩვენ რამდენიც არ ვილაპარაკოთ დემოკრატიულ ჩარჩო ჩვენ შევქმნით ჩარჩო რომ არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობა რომელიც არის გადასარჩენი. ჩვენ გვაქვს სასამართლო ხელისუფლება რომელიც ეხლა შანსია მართლა დამოუკიდებელი გახდეს, იმიტომ რომ ჩვენი დანიშნული კი არიან ეს მოსამართლეები, მაგრამ ახალი თავრობის პირობებში ხო ისინი აღარ არიან ამათი მეგობრები, ახლობლები, ინსტიტუციური გარანტიები ჩვენვე მივეცით რომ დამოუკიდებლები არიან მაგარი ხელფასები და დაცვა. თავიანებოდ თავი და იყვნენ დამოუკიდებელი. მედია ყავს გადასარჩენი. ეს ტელევიზია ყავს გადასარჩენი და სხვა ტელევიზიებიც ხა არ ყოფნე. ხო პრობლემებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრობლემებია თქვენ. თუმცა მედიაში პრობლემებზე საუბრობდით თქვენ დროსაც იგივე სასამართლოსთან მიმართებაში. თქვენ მოდით თქვათ ეხლა ჩვენ დროს გაიხსნა უფრო მეტი ტელევიზია საქართველოში ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ერთად ახლა. ჩვენ დროს გაიხსნა მაესტრო, მეცხრე არხი, ახალი მეცხრე არხი, თავისი მთელი ინფოებით, უამრავი რეგიონალური ტელევიზია, უამრავი გაზეთი, მე აღარც მე არხებში ჩამოთვლი, იმიტომ ყველა მის ეხლა გადახედეთ, ჩვენ თქვენ იცით და მეც ვიცი, მე ჩემ პრეზიდენტობამდე იყო პირველი არხი, იმედი, თქვენი არხი და პატარა რაღაც მეცხრე არხი, რომელიც მე თვითონ პატრონობდა ხო. ასე იყო ბევრი კითხვა მე რეგიონში რახან დაუბრუნდით ეხლა ამ თემას და თავარი პრეზიდენტის ფუნქცია დღეს როგორც არასდროს რომ დაუბრუნდეთ იმ თემას, რომელსაც თქვენ მეკითხეთ. თავარი ფუნქცია როგორც არასდროს გამოიკვეთა ახლა ის ეჭვიც მე მქონდა რომ გამოიკვეთებოდა მე ამის შესახებ ჩვენ ხალხს ვეუბნებოდი არჩევნებამდე რომ ეს გამოიკვეთებოდა ამას ახლა ნამდვილად არ ვაბობ ნიშნის მოგებით იმიტომ რომ ნიშნის მოსაგები არც არაფერი არა ხალხმა მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო და მე ვფიქრობ ხალხი არასდროს არ ცდება და ალბათ და სწორი იყო მაგრამ დადგა სუვერენიტეტის საკითხი ის თემები რომელზეც ჩვენ საუბრობთ ეს არ არის სააკაშვილის თემები სააკაშვილის გამოძიება ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენიტეტი. დღეს ყველაზე მთავარ რაღაცას უქმნიან საფრთხეს. იმიტომ რომ მოდი ვთქვათ ასე და მე ამას ბევრჯერ გავიმეორებ. ომი 2008-ში არ დაწყებულა. ომი დაიწყო იმ მომენტიდან, როცა 1999 წლის 9 აპრილს რუსულმა ტანკებმა პირველად გადაგვიარეს რუსთაველზე, როცა სოხუმში პირველად მოკლეს დაიყვარა სისხლი მოკლეს ადგილობრივი აქტივისტები, დამოუკიდებლობის მებრძოლები. როდესაც ცხინვალში გაისრულა პირველად, როგორც კი გაჩნდა რეალისტურად საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, იმპერიამ დაიწყო ბრძოლა. ომი გაგრძელდა 92-93 წლებში, ომი გაგრძელდა სხვადასხვა პროვოკაციები, მთელი ეს ათწლეულები, ორივე ათწლეული, 2008 წელს იყო ამ ომის ყველაზე დიდი ესკალაცია ბუნებრივია, მაგრამ ვიტყვი იმას, რაც არაპოპულარულია შეიძლება, მაგრამ ომი გრძელდება დღესაც. 2008 წელს ჩვენ 2008 წელს რუსეთი შემოვიდა და დამატებით დაიკავა კიდე რაღაც ტერიტორიები და 2008 წელს უბრალოდ იძულებული იყო რომ თელი ძალით დაეთმო, სხვა ყველა რესურსი ამოწურა მანამდე. ემბარგო, ყველანაირი პროვოკაცია და შენ. 2008 წელს გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ ამ ომში დამარცხებულები არა ვართ. გამარჯვებულებიც არა ვართ ჯერ. მაგრამ დამარცხებული არ დამთავრებულა. დამარცხებული არა ვართ, რატო? იმიტომ რომ სტრატეგიულად რუსეთმა ვერ მიაღწიათ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ და მოდი მე ამაზე ვარ ველაპარაკო აუდიტორიას, იმიტომ რომ ეს რთული გასაგებია. 2008 კი ამაზე გადავალ 2008 წელს და დღეს რეალურად არის საფრთხე, დღეს არის საფრთხე, რომ ჩვენ ამ ომში დავმარცხდეთ. დღეს არის საფრთხე, რომ ჩვენ ტერიტორიები მართლა დავკარგოთ, იმიტომ რომ ტერიტორიები დღეს წართმეულია, მაგრამ საერთაშორისო სამართლებრივად ეს არის ქართული ტერიტორია, რუსეთი ფულს არდებს, იმიტომ რომ იცის რომ არაბს არა მარტო ნიკარაგუის და ტუვალოს ცნობის იმედია შანსი არ აქვს რომ მან ეს დაიკანონოს, ამიტომ ფულს არდებს, ელოდება იმ მომენტს, როცა ციხე შიგნიდან გატყდება და ქართველების ხელით დაიკანონებს ამ ტერიტორიებს, იმიტომ რომ რუსეთს მოუხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიტაცებული ყველა ტერიტორიებიდან გამოსვლა, აქედანაც გავა. არ არის ეს დაკარგული, მაგრამ ეს პერსპექტივა გამოჩნდა ახლა. პრეზიდენტად ვიდრე 2008 წლამდე იყო. თუ არის საუბარი რომ მეტი ტერიტორია 2008 წლის ომის შემდეგ ვთქვათ ოკუპირებულ ნაწილში მოხვედრილი და უფრო გართულდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი. ესე იგი, მოდი თუ გავიტოპოთ საიდან, ესე იგი, ჩვენ რუსეთი როგორ აწესრიგებდა საერთოდ, აი რო ვთქვათ, ქუჩური ტერმინით, რუსული ტერმინით, როგორ აიასნებდა სიტუაციას ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე. რუსეთი წარდახებდა, ესე იგი, მიცემდა კიტოვანს იარაღს. კიტოვანი წავიდოდა
დაარტყავდა კანონიერ არჩეულ პრეზიდენტს. მე მიცემდა იმავე კიტოვანს და იოსენიანს იარაღს და ის შევიდა აფხაზეთში. ეგრევე როგორც კი შევიდა აფხაზეთს მიცემ ბევრად უკეთესი იარაღი და შემოიყვანა დაქირავებულები და მე თავისი ავიაციით შემოვიდა და გამოყარა იქიდან. რუსეთი იგივეს აკეთებდა ტაჯიკეთში, იგივეს აკეთებდა ყირგიზეთში, იგივეს აკეთებდა უკლებრივ ყველგან პოსტსაბჭოთში, მოლდოვაში და ასე. შეიძლება ესე თვითონ გადაწოლიყო უკანა ვითომ არაფიშოშია. სამშვიდობოს როლიც ეთამაშა ამის შემდეგ. მოეწერემია ყველა ხელშეკრულებაზე ხელი და თვითონ ხელს გაიბანდა და ყველაფერი ქონდა დაჯერილი. საქართველოს აღმოჩნდა პირველი ქვეყანა ვარდების რევოლუციის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომელსაც თქვა, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, რომელიც დაიწყო ნამდვილი სახელმწიფოს შერეფობა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისინი გავდენთ უშიშროების სტრუქტურებიდან, ჩვენ მართლა გავდენთ შეერაღებული ძალებიდან და სხვა სახელმწიფო პერკედებით, ჩვენ მათ მოუსწრეთ საშუალება შიდა მანიპულაციების და 2008 წელს იქა ვიღაცა დაგვსის ხმა, ნიღაბი ახადეთ, სისულელ ფრაზას ვინ თქვა, მე არასოდეს არ მithქვას, ესე სისულ ნიღაბი კი არა უხადეთ. იძულებული გახდა სხვა რო ყველაფერი ამოწურა, შემოსულიყო ცხელი ომის სტადიაში და მთელი მისი არმიით შემოვიდა, ხო? მაგრამ მთელი მისი არმიის შემოსვლის მიზანი რა იყო, ხო? მოდით თქვათ, რომ ეს არ იყო, თქვენ ვითხარ მიხსენეთ ამ წუთში დამატებით ტერიტორია, ეს არ იყო დაბა ახალგორი, ეს არ იყო სოფელი საკენი, აჯარა, ქურთა, თამარაშენი, კეხვი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს წარმოდით რუკა შეხედა, რამხელა იმპერია კეხვისთვის და თამარაშენისთვის გააკეთა ეს. მან ეს გააკეთა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა ქართველის შემდგომი თაობისთვის, კავკასიელების შემდგომი თაობისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა შემდგომ და გარშემო რეგიონისთვის ეთქვათ, რომ ყველანაირი ექსპერიმენტები ჩემი ნებართვის გარეშე სახელმწიფო შექმნის დაიჯება, ასე რომ ის მოდიოდა, რა თქმა უნდა, თბილისში. მე ხო ჩემი სიტყვები არა, პრეზიდენტ სარკოზიმ თქვა 30-ჯერ თბილისში მოდიოდა, მითხრა პუტინმა. კონდოლიზმა რაისს უთხრა, რომ მიდივარ თბილისში გასანადგურებლად. მისი ამოცანა იყო თბილისი. მისი ამოცანა იყო ამ ჩვენი დროშის ჩამოგდება და 21 წლის გამეორება. მისი ამოცანა იყო საბოლოოდ თავის ისტორია შევხედოთ. რუსეთი მე-20 საუკუნეში შეიჭრა რამდენიმე ქვეყანა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ფინეთი. სადაც მან ვერ აიღო თელი ქვეყანა. ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, უბრალოდ ბალტიის ქვეყნები, დასავლეთ პოლონეთი, ავღანეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი. აიღო 2-3 დღეში ჩვენზე დიდი ქვეყნებია ყველა. წარმოგიდგენთ, ავღანეთი რამდენად უფრო დიდი ქვეყანაა და რამდენი ხალხი ცხოვრობს და ერთ საქართველოს აღმოჩნდა პირველი ქვეყანა ფინეთის შემდეგ 1929 წელს, პირველი ქვეყანა 2008-ში, რომლის აღება მან ბოლომდე ვერ მოახერხა და მაშინ თუ გაბრაზებულმა პუტინმა მედვედევმა ჩხუბის შემდეგ რომ ხელებს იქნებენ თქვენს რომ არაუშავს. ეხლა ვერ მოახერხეთ ცოტა მოთმინება ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას გარკვეულ პროცესებში საქართველოში შეიცვლება თავრობა ეს თავრობა გაასამართლებს სააკაშვილს რომელსაც მანამდე სხეულის ბილი ადგილებით პირდებოდნენ გაასამართლებს სააკაშვილს და ამიტომ ვიზახე რომ მან რომელიც ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს საქართველოს განვითარება გაგრძელდა და გაუყოვნებლივ თუ ჩვენ ესე გავაგრძელებთ და შევალთ იმ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში რომელზეც ვლაპარაკობთ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოებრივ ხელშეუხებლად შენარჩუნებას შანსი არა რომ რუსეთი არ წავიდეს იმ ტერიტორიებზე მაგრამ თუ დღეს ჩვენ გავაცხადებთ კაპიტულაციას ჩვენი საქმე დავთვალებულია და ძალიან სწორედ კითხოთ ეს კაპიტულაციას ნიშნავს აი რამინდა იცით კითხოთ მართალი გუნდის რომ ამბობს რომ თქვა მაშინ უარი უნდა თქვა საერთაშორისო ვალდებულებებზე იმიტომ რომ არის საუბარი საერთაშორისო ვალდებულება ითხოვს ამ ომის გამოძიებას რომ აწარმოოს არის ასევე საუბარი იმაზე რომ თქვა არ უნდა გამოიძიონ ის თუ ვინ დაიწყო ომი ამან თუ როგორ მოქმედებდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასე თქვა ქვეყნის ომის დროს და ძირითადი ბრალდება სწორედ ის ისმის თქვა თქვენი და თქვენი ხელისუფლების მისამართით რომ შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას აერიდებინენ თქვენ ახლა საუბრობდით თქვა რუსულ სცენარზე და რუსეთის სურვილებზე მაგრამ შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდანაცილება და ვთქვათ შესაძლებელი თუ იყო რატომ არ გაკეთდა ჩვენ ხალხი და ყველაფერი გააკეთა თუ არა ქართულმა მხარემ ჩვეულებრივი რეაქცია ნებისმიერი ნუ ადამიანს რომელიც ყოველდღიურად არ ფიქრობს პოლიტიკაზე იქნება რომ თუ რამის არის შინიათ რა პრობლემაა რაც უნდა გამოიძიონ ბოლოს და ბოლოს კითხვები გაუჩნდებათ პასუხები გასცეთ და ეხლა რა ხარ დიდი ამბავი თუ სიმართლეა ყველაფერს იმათ ადგეს და მე დავწუნა მარტო პოლიტიკოსები კი არა ბევრი ჩაოლებრივი ადამიანი რომელიც პოლიტიკაში არ არის და ყოველდღიურ გულმაპურზე ფიქრობს ამას იტყვის აი ხა როცა ეკრანზე გიყვარს რა პრობლემაა თქვა გამოძიებას რომ მაგრამ მე მინდა მე ვარ არა მხოლოდ იურისტი არა მე ვარ თუ სისხლის სამართლის უბრალოდ საერთაშორისო სისხლის სამართლის ადამიანის უფლებისშიც მაქვს რამდენიმე სასწავლებელი დამთავრებული ასე ვთქვათ და მე ეს თემა კარგად მაქვს შესწავლილი ვიცი რაზეა საუბარი
როდესაც ჩვენ გვქონდა აქ მართლა ვალდებულება საერთაშორისო სასამართლო გეუბნება რომ და ჩვენი ინტერესია რომ საერთაშორისო სამართალო ეს გამოიძიოს, მართალია. იმიტომ რომ პირველივე მოხსენებაში Human Rights Watch-ის ომის შემდეგ ნათქვამი იყო ნათლად, რომ ქართული ჯარისკაცები იქცეოდნენ ძალიან კარგად, მე ძალიან ვამაყობ რა სამოდრო, რომ როცა შედიოდნენ სოფლებში, მაგალითად ეს სოფლები იყო კონკრეტულად აღწერილი, ქართული ჯარისკაცები გვეუბნებოდა და ისეთები როგორც გიორგი ანწუხელიძე მაგალითად, რომ მიშამ გითხრა რომ ოსები ძმები არიან, ყველას უნდა ძალიან ტკბილად მოეპყრათ და მართლაც არ იყო დარღვევები ადამიანის უფლებებზე. მეორე მხრიდან იყო მასობრივი დარღვევები, ყველა მოხსენებაში წერია, ყველა მოხსენებაში, ხო, ამიტომ ჩვენი ინტერესია ესა და ჩვენ დავიწყეთ ამ პროცესების ინიცირება. მაგრამ როდესაც ჩვენ გვეუბნება, ჯერ მაგრამ დააკვირდით როგორ დაიწყეს ლაპარაკი. ჯერ პირველი ანუ გვინდა საერთაშორისო გამოძიება თავისი მიდის ეს ჩაოლებრივი რაღაცაა. ეს არის ძალიან გრძელვადიანი და ძალიან იმედმგამცრუებელი პროცესი ხშირად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია, აი ხა სტრასბურგში დიდი სარჩელი გვაქვს, უამრავი კონკრეტული საჩივარია შეტანილი ადამიანების სახელით 2000-ზე მეტი და თუ რამდენიმე კიდევ უფრო მეტი. და ამიტომ ეს საბოლოო ჯამში პატარა ქვეყნისთვის სამართლებრივი ინსტრუმენტი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მათ შორის ესეც. ეხლა ეს არის ერთი ხარ. თუმცა პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ხელმიუწვდომელია და ამიტომ რუსეთს ვერ კითხავენ, რუსეთი არ არის ამ კონვენციის წევრი, რუსეთს ვერაფერს ვერ უშვებიან, მაგრამ ნუ ისიც თუ დადგინდება, რომ სიტყვაზე კოკოი დასაჭერია, რა თქმა უნდა, რუსეთი მას არ დაგვაჭერებს და წაიყვანს და თავისთან იქ აგარაკზე მოათავსებს სადაც გორკიში, მაგრამ თავისთავად კარგი იქნება, რომ რუსეთში იცხოვრებს ვიღაცა ესეთ დასაჭერი ტიპაჟი, რომელზეც საერთაშორისო სასამართლომ გაქცა სანქცია. მე ამის ყოველთვის მომხრე ვიყავ. ეხლა მეორე საკითხია როგორ მოქმედებდა მეორე საკითხია რომ აქ ეს ბელეტრისტიკას ხარ ლაპარაკობ ჩვენ აქ ასავალ-დასავალის ენაზე ხარ ლაპარაკობთ რომ რეზერვი როგორ მოქმედებდა და რა თქმა უნდა აქ ბევრი შენიშვნები და პრობლემები როგორ მოქმედებდა ვინაბძანება გაცა ვისაც იყო გიგი უგულავა რატო დარბოდა იქ გორში და ეს მაგრამ ეს არ არის იურიდიული ენა ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი თუ კომისია იქმნება ამის გამოსაძებად პროკურატურაში და არა პარლამენტში ან საზოგადოებრივი ან რამე სხვა. საუბარი ორივე. თუ პროკურატურაში იქნება კომისია, პროკურატურას შეუძლია ეხემძღვანელოს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კაცრი ნორმებით. ეხლა მოდით თქვათ რა არის ნორმები ძირითადი ომთან დაკავშირებით. რა შეიძლება გამოიძიოს ახლა აქამდე სულ გვესმის პოლიტიკოსებს განცხადებები. აგერა ახლა მე როგორც იურისტი ცოტა ხანი ქუდს მოვირგებ იურისტის და წაგიკითხავთ რა აზია აქ საუბარი ჩვენ ხალხმა იცოდეს იმათ ვინც იახსონ რა მოხდა დიდი ამბავი გამოიძიო. ესე იგი, მუხლი 404, რა მუხლები არსებობს ამ თემაზე? აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება. მუხლი 405, მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისკენ. მუხლი 406, მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება. მუხლი 407, გენოციდი, რუსები რასაც ამბობდნენ. ხო, პირველი განცხადება იყო, რომ მე თვითონ კი რამ დავიჩერე, როცა CNN-ის ეთერში გამოდიოდა და ქვემოთ დაიწერა. ეკრანზე უყურებ რა, კოპალას, სასტუმრო კოპალას სახურავზე იყო. ინტერფაქს სააგენტო 2000 კაცი მკვდარია ცხინვალში. კი ვიცოდი რომ 2000 კაცი კი არა რამდენიმე ასეული იყო დარჩენილი, მაგრამ მე თვითონ გული გამისკა, იმიტომ რომ ხო სამხედრო მოქმედება ვაიმ თუ მართლა რაღაცა ასეთი ხდება, რა თქმა უნდა სრული სისულელი და ბლეფი, მაგრამ ეს რაც მათი პროპაგანდა იყო. დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ ეკოციდი, აი ეს რაც ბორჯომში გაგვიკეთეს, ტყეებს რო გვიწოვდნენ. დაქირავების მონაწილეობა შეერაღებულ კონფლიქტებში გასაგებია ვისი ვის ეხება ეს მუხლი. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ეს არის ძირითადი მუხლები. ანუ სისხლის სამართლებრივად როგორც კი იქნება ახალი ამბავი. საერთაშორისო პრესა. პირველი ახალი ამბავი უკვე გავიდა, რომელიც ეხლა ვიყავ პოლონეთში. და გაოგნებულები იყვნენ პოლონელები და იმ დროს ველაპარაკებოდი გივით არგამაძის რომელიც ლიტვაშია და ლიტვებს არ ჯერათ. იმიტომ რომ ეს ორი ყველაზე ისეთ ხერია რომელიც დაგვექცა. რომ არ გჯერა რომ თქვენმა მთავრობამ თქვა, რომ თქვენ პირველებმა გაისროთ, თქვენ პირველებმა გააძეს ჯარი. არ გჯერა, იმიტომ რომ ეს იგივე რა. პოლონეთს რო დაეთხა გერმანია თავს, გერმანიამ თქვა რომ რადიო სადგური ქონდა ჩვენ ტერიტორიაზე, საზღვარი პოლონელები გადმოვიდნენ. დაგვეხოცეს გერმანელი ჯარისკაცები, შემთხვევით იქ ქონდა მრავალ ათასიანი არმიის ტრეინინგი, რა გვექნა? ხო გოდაგობას ხო გადავიდა უცებ რომ გამოსულიყო რომელიმე პოლონელი პოლიტიკოსი, რომელიმე პრემიერ-მინისტრი აღალაპარაკო. და ეთქვა რომ ხო, პოლონეთმა პირველად დაძრა ჯარი მართალია. თუმცა შემდეგ გააკეთა პრემიერ-მინისტრი ისინი აგრესორია, მაგრამ ჯარი მან ჩვენ დავძალით ხო პირველად. ამას ამბობდა ზუსტად რომ გერმანია პოლონეთს მიმართ და რუსეთი საქართველოს მიმართ რო გვესმოდეს. პოლონეთში რო ვიყავით, რომელიც მართლა პრეზიდენტმა კაჩინსკიმ გადაიხადა თავარი ფასი იმისთვის რომ ჩვენ გადავრჩით. თავარი ფასი. და ყველა პოლონელი პოლიტიკოსი ასე ფიქრობს, მარტო კაჩინსკი არა. პირს ყურებს არ დაუჯერებს, მაგრამ მეორე საკითხია, როგორც კი ახლა მეორე ამბავი იქნება, რომ საქართველოს პრეზიდენტს წყალსაც წაუღია საქართველოს კონკრეტული პრეზიდენტი, შეძლება პარკორული მითუმეტეს
ბეზიზღება იმას, რასაც ყოველდღე ჩემი რუტინა დღეს. როგორც კი იქნება ახალი ამბავი, ნიუსი, რომ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს იძიებს გენოციდზე, მასობრივ საგანადგურებაზე, ადანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღება. რომელიმე ადგილ ეს არის შეზღუდული მანდატი სისხლის სამართლის კოდექსში. როგორც კი ამას წარმოვიდგენთ დღეს, როცა და მეორე პოლიტიკოსები მე მოვისმინე გუშინ და გუშინ მასობრივად პოლიტიკოსები იძახოდნენ სააკაშვილს ელის მილოშევიჩის ბედი. ეხლა უნდა გვესმოდეს საქართველოს რა მოვა ამით. კიდევ ერთხელ დამიძახეთ ჩაუშესკო, კადაფი დამიძახეთ ჯანდაბას თუ ჩემი გალანძღვაგი და ბოლომდე უბრალოდ დატერორება რა ვიცი და თქვა რომ ეს რა ქვია დამიძახეთ. ხო, ნუ წავე კრიტიკა. ხო, მაგრამ როცა მილოშევიჩი იძახი, ხო? მილოშევიჩი არის კონკრეტული სცენარი. მილოშევიჩის შემდეგ მოხდა იუგოსლავიის ფედერაციის და მათ შორის სერბეთის შენოგორის კავშირის საბოლოო დაკუცმაცება და ეს პროცესი დამთავრებული არ არის. მილოშევიჩის შემდეგ კოსოვო აღიარა თელმა მსოფლიო. ეს პროცესი სამწუხაროდ ალბათ სერბეთისთვის არის დამთავრებული. ჩვენ არ გვიღიარებია, მაგრამ თელმა მსოფლიო მაგ ასე რომ რატო ვიძახი ამას? როცა იძახი რომ მილოშევიჩი. მე ვიცნობ კარგად წინა პრეზიდენტ ტაჯიჩს და ახალსაც ვიცნობ ნიკოლას. ანუ აქამდე მიდის სცენარი თქვენ ამას ფიქრობთ თქვა, იმიტომ რომ ტაჯიჩი ეხვეწებოდა გამოიცვლება ხო სააკაშვილი, მაგრამ რო ანალოგიურად წარმოვიდგინოთ, ტაჯიჩი ეხვეწებოდა ამერიკელ დიპლომატებს და სავისას, რომელიც იყო მოლაპარაკების თავარი კოსოვოს თემაზე. მე ხო პროამერიკელი ვარ. მე ხო დემოკრატი ვარ, მე ხო სისხლისმელი არა ვარ, მე რატომ ვიჟდ მილოშევიჩის გამო? მე ეხა ხო სერბეთში ნორმალური მთავრობა არისო. და ესენ შვიდი სახებით პასუხობენ. რა ვქნათ ბორის, ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ კოსოვო დაივიწყე, იმიტომ რომ მილოშევიჩმა ეს გააკეთა და დაივიწყე. ხვალ რო გეტყვია რომ შენ თვითონ არაფერი არ შედელოცილო რომ სააკაშვილმა ჩაიდინა გენოციდი ესეთი რომ ეკოციდი სამხედრო დანაშაული შენ თვითონ ამას საქმეს აღძერი და დაივიწყე აფხაზეთი დაივიწყე ცხინვალი ხვალ რო მართლა მოტრიალდეს და ეს ყველაფერი როცა შენ თვითონ გაქვს დაკანონებული დღეს ავსტრალიელები დარბიან ვანუატუს თავრობა ორჯერ შეცვალა გადაწყვეტილებები მე თვითონ სისხლით ჩამაგცა რამდენჯერმე კიდევ თავში არ ვაზვიადებ მართლა განვიცდი გულით აბას ვანუატუს აღიარებაზე მართლა და მე თვითონ ველაპარაკე რამდენჯერმე ავსტრალიის პრემიერის გილაური გავაგზავნეთ ოკეანიაში დაუმეგობრდი უკლებლი ყველა ლიდერს ფიჯის საგარეო მინისტრი ვენახში მყავდა მიყვანილი ერთად ვსვიდღვინო პერუში როგორც კი პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს თქვა რომ უნდა ვაგერო სამხედრო აფხაზეთო ჩავფრინდი ჩავარდი და ეხლა მithulიან აბასადრ გაჩერდა თვითფინავე რამდენი დახაჯა და ეს რა ქვია და ქონდათ კომუნიკაცია იგივე პრემიერთან პრეზიდენტთან თქვა და ფიქრობთ რომ აქამდე მიდის სამწუხაროდ პირველი ჩემი შეხვედრა მასთან როცა ეს უთხარი მან თქვა მე მითხრა რა მნიშვნელობა აქვს აღიარებენ თუ არა ჩემთვის აქ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აი ეს სიტყვა მე მითხრა მაგრამ მე ამას მივაწერ მის გამოუცდელობას ამის შემდეგ მე მას მივწერე რამდენიმე მე ნამდვილად არ მიმაჩნია მას ესეთი ბოროტი განზრახვა ახლა შეუძლებელია ეს დავიჭერო მივწერე რამდენიმე გვერდიანი წერილი რამდენიმე კვირის წინ სადაც დეტალურად გავიწერეთ რას ვაკეთეთ მაგალითად ვენესუელასთან მიმართებაში როგორ გავაჩერეთ აღიარება ეკვადორში ბოლივიაში კუბა როგორ დაგვეხმარა სხვათა შორის ძალიან კარგად როგორ დომინიკის რესპუბლიკაში როგორ დაგვეხმარა ამერიკელები ბელისში როგორ გავაჩერეთ აღიარება რამდენიმე ოკეანის კუნძულზე იმიტომ რომ თითოეული ეს აღიარება არის ჩვენი ტერიტორიის დაკუცმაცების ლეგიტიმა რა თქმა უნდა ეს არის ჯერო როგორ გავაჩერეთ აღიარება ბელარუსში მართლა ვაჟკაცურად მოიქცა ლუკაშენკო და რამდენიც უნდა იძახონ ახლა ლუკაშენკო და ესეთი და ესეთი ჩვენთან მიმართებაში მოიცა ვაჟკაცურად პრაქტიკულად გამზადებული აღიარება ამაში არა მხოლოდ დიდი დაწურის ქვეშ იყო რამდენიმე მილიარდს აძლევდნენ და მოგვიხდა და რაღაცნაირად მოვახერხეთ ამის გაჩერება ამ ყველაფერს აქვს ფასი თავის და როგორც კი შენ მიცემ ამას როგორც კი შენ მიცემ დღეს ამაზე კი არ უნდა ფიქრობ დღეს ამაზე ფიქრობდი რომ არავის არ შეხვედრია ესე ხშირად ჩვენი საგარეო მინისტრი როგორც სომხეთის ლიდერს თავის კოლეგებს ეხლა ჩამოვიდა ხო მე ვეწავედი სამწუხაროდ სარგისიანის ინაugurაციაზე, იმიტომ რომ თურქეთში იყო ვიზიტი, მაგრამ და მე დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ სარგისიანი არ ფშუაში არ არის ამასთან, მაგრამ ჩაიყვანეს პრეზიდენტ სარგისიანის ინაugurაციაზე ბაგრამიანის ბატალიონის თელი ხელმძღვანელობა ინაugurაციაზე პრეზიდენტის ეს ძალიან სერიოზული ოფიციალური აქტია. ბევრი სომეხი მაღალი დონის ოფიციალური პირის რიტორიკაში ბოლო ხანებში გაჩნდა სიტყვა აფხაზეთის პრეზიდენტი, აფხაზეთის რესპუბლიკა
ერთხელ მაინც ჩვენმა საგარეო სამინისტრომ თუნდაც დამოწრა ეს საკითხი, რომ ჩვენთვის მართლა ჩვენ გვინდა ზღური ურთიერთობა სომხებთან და კიდევ ერთხელ სერჟ სარგისიანთან წარმოუდგენლად არ ამგონია და ვერც წარმოვიდგენ ამას, მაგრამ სარგისიანთან წარმოუდგენლად მაგარი ურთიერთობა დავამყარეთ და ძალიან ბევრი გაკეთა ბოლო წლების საქართველოს სომხეთის ურთიერთობის გასამტკიცებლად. მე ამით ძალიან ვამაყობ. და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ახალქალაქში ამ დრომდე ბევრი რაღაცა ჩვენ გავანეიტრათ. მაგრამ ეს არის სისტემა, რომელიც უსამჯელოა და დღეს ყველაფერ ამაზე ვიტყვით უარს, ხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილი არ მოგწევს, ხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილი წავა და გამოიცვლება, მაგრამ სახელმწიფო არის ბევრად უფრო მარადიული. ვიდრე მისი რომელიმე ლიდერი. ჩვენ გვაქვს არ არის კიდევ ერთხელ ეს ტერიტორიები არ არის დაკარგული, ეს ომი არ არის წაგებული. იურიდიულად ჩვენია დავიბრუნებთ, თუ ჩვენ ამ ომს არ წავაგებთ და ომი არის ომი მარტო ცოლა არ არის, ომი არის დიპლომატიური ომი, საინფორმაციო ომი, ვანუატუში წასვლაც ომია. პერუში ჩემი ჩაფრენაც ამ ომის ნაწილი იყო. აღშენებლობა ამის ნაწილია, ლაზიკის დაგეგმაშენებლობა ამის ნაწილია, როცა აფხაზეთის გვერდზე ააშენებ აფხელა პორტს. ნუ თუ ეს არ არის გასაგები, რისთვის კეთდება? გასაგები, უყოდ ისიც რამე დაკითხოთ, სად გადის ზღვარი, თქვა გასაგებია სისხლის სამართლის გამოძიებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ასევე აქ იგივე ამ სტუდიაში, თქვა მთავრობის წევრები საუბრობდნენ, რომ პოლიტიკური კითხვებიც არსებობს, იგივე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება. ამ შემთხვევაში საპარლამენტო კომისია ჯერ ერთი წინა პარლამენტს, რომელსაც შეიძლება აი ესენი ბევრი არ იყვნენ, თუმცა ნაწილი იყო. ხო, ნუ თუმცა მაგრამ მე მივეცი მრავალსაათიანი, სხვა შორის ბევრი კრიტიკული კითხვა დასვას. მაგრამ თუ ამ პარლამენტს უნდა რომ ხელახლა იგივე გაიმეოროს, მე მზათავ არ არის ამოწურული. მე მზათავ პარლამენტში მივიდე და ამ კითხვის პასუხები გავცე. იმიტომ რომ საპარლამენტო პროცესი არის სხვა პროცესი. საპარლამენტო პროცესის ეს იურიდიული შედეგები არ მოყვება პარლამენტს. ანუ ამას არ ეწინააღმდეგებით და საპარლამენტო კომისიასთან მაგრამ როდეს როგორც კი შედიხარ სისხლის სამართლების სფეროში და ხო და მე მაგ ჩემი მოსაზრება. ამდენი ხანი ხო იძახოდა რომ ელექტრონიკის ტარიფის ახლა ერთი ლარი მიდის სააკაშვილის ჯიბეში. ფერმა ხო დაიჯერა ხალხს მიბართ. ფერმა დაიჯერა სამწუხაროდ, ხო? ხო დაიჯერეს რომ გაზის ტარიფი ხო დაიჯერეს რომ სხვა და ნუ ხალხო არ მომიპარია ეს პული და არ მიმითვისებია. და თავს დავდებ თითქმის ყველაზე ჩვენ მთავრობი და არ მოუპარია და არ მიმითვისებია და ეს ხო ჩანს. ძალიან ბევრი მილიარდი დაუტოვეთ თუნდაც იმ პროექტების ახალხურცებად რომელსაც ახლა აკეთებენ. ეს რო ვერ იპოვეს ეხლა იპოვეს, აბა რა არის უნივერსალური თემა? ომი. მოდი, ომი არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება გამოიყენო პოლიტიკური მიზნების გადასაწყვეტად. ომი არის საერთო ქართული თემა, ეს ომი არ დამთავრებულა და ახლა შუა გაგანია ამ ომის დიპლომატიური, საინფორმაციო, იურიდიული ომის წარმოებაში ჩვენ თვითონ გამოვიჭრეთ ხელი, ჩვენ თვითონ გამოვიჭრეთ ხელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს როგორ ჩავხედავთ ამის შედეგ თუ არ არის. ამაზეა დღეს საუბარი. მე მინდა რამდენიმე დეტალი ჩაგიკითხოთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რა კითხებიც ბოლოს მინდა რომ თავრობას და სანამ ამით გადავიდეთ. თავრობას ქრონიკულად დასჩემდა ეს სამწუხაროდ ამას კურსკივით თუ შეუძლია მხოლოდ წარსულზე ლაპარაკი. სამართლიანობის აღდგენა ტერმინი შემოვიდა. ესე იგი როგორია სამართლიანობის აღდგენა, რომ შევარნაძეს დრო სამართლიანობა იყო. მერე დაირღვა და ეხლა უნდა აღდგეს და არც მიყვარს, იმიტომ რომ ბევრი თანამდებობის პირი დაბრუნდა, მათ შორის სამართლიანობის ორგანოში. სამართლიანობის აღდგენა. ყველასთვის თავის ადგილის მიჩენა, იქ რაღაცას, მაგრამ მოდით რა მომავალზე ვილაპარაკოთ, როგორ მოვიგოთ ეს ჩვენი დიპლომატიური ომი, როგორ გავიდეთ სამშვიდობოზე ყველანი ერთად და თუ ამ თავრობის დროს მოხდება ეს, თუ ამ თავრობის დროს სიტყვაზე მოხდება ის რომ თუნდაც იმ ორმა სამმა რო აღიარა, წაიღონ უკან აღიარა. თუ ამ თავრობის დროს მოხდება ის რომ იგივე რუსეთთან ურთიერთობის თქვა დაალაგებას მივესალმები რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას, აქ სხვადასხვა თემებზე ლაპარაკობთ ჩვენ. ჩვენ ლაპარაკობთ ორ სხვადასხვა თემაზე. რუსეთი გეუბნებს, რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას მივესალმებ ორი ხელით. მე არ ვიყავ ინიციატორი, რომ სავიზო რეჟიმი მოხსენით, გვინდა რუსი ტურისტები ჩამოსულიყვნენ. მე არც ზოგადად კულტურული ურთიერთობის მოწინააღმდეგე არა ვარ, თუმცა ამას თავისი წესები და კანონები აქვს და ამ შემდეგ და მით უმეტეს საბჭოთა ურთიერთობის მომხრე ვარ, ხო და ინვესტიციების და ყველაფერი ეს ასია. მაგრამ თუმცა მე ყველაზე დაგებული ურთიერთობა საზღვარზე მივედი და ყველა ტურის ხელი ჩამოვართ იქ რო ვიყავ ჩილოთ საზღვარზე და შემდეგ ჩვენ გავხსენეთ ლარსი და შემდეგ და ამაზე არა პრობლემა არა გვაქვს. რეისები გავხსენით და ყველაფერი, ხო? მაგრამ გეუბნება ეს ლავროვი და სხვა რუსები გეუბნებიან ძალიან ღიად. ტერიტორიებს არ გიბრუნებთ, მაგრამ ამის უკან რა არის? გამალული საფრთხე. გეუბნებათ ტერიტორიებს არ გიბრუნებთ, მაგრამ თუ გინდა რომ დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციას არ მოვახდინოთ, გაგვიწექით. გაასამართლეთ სააკაშვილი. ეს პირდაპირ მოსკოვის მოწოდება გქონია. თქვენ არ მოგესმენთ ეს ხო ჩემი არ მომისმენია ევროვიზიის გაასამართლეთ სააკაშვილი. დაანგრიეთ შეცვალეთ ოკუპაციის კანონი. და პრაქტიკულად საზღვარი გახსენით, ხელები გაგუხსენით. მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მუშაობს თქვენ უსაფრთხოების სტრუქტურაზე, ეს შემოტევა მაგალითად იგივე იმ ხალხზე, ვინც
ჩვენ უსაფრთხოების საკონტროლო ჩილო-კავკასიის მიმართულებით მთელი ეს ლაპარაკი სხვადასხვა ოპერაციებზე ჩილო-კავკასიელებზე რო ქართულ ამზადება ტერორისტებს ქართველების ნათქვამი ხალხო ქართველების მიჩემული ჩვენება ოფიციალური პირის რომ კი ჩვენ ვამზადებთ ტერორისტებს ჯერეთი ტყუილია და მართალი რო იყოს ერთ წუთი დაუშვა ენა უნდა ამოიდგა და ამაზე ილაპარაკო რო იყოს. ანუ ამით აზიანებს სახელმწიფოს თანამასწრაფლებს. რა თქმა უნდა არ არის მართალი, ხო და აი ამ ყველაფრის სიტუაციაში, ხო? ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ძალიან ფრთხილად და როდესაც გეუბნება რუსეთი, რომ დანარჩენ ტერიტორიასაც ავიღებ მაშინ, ხო? ესე იგი, მე მახსენდება სულ ჩერჩილის სიტყვები. რომ როდესაც ის მიმართავდა ჩემბერლენს და სხვა შორის ეგრე გულზე ყოველთვის მიკიდია ჯვარი და მიკიდია ჯვართან ერთად ამერიკაში რესპუბლიკელებმა ჩუქეს ჩერჩილის გამონათქვამი არასოდეს არ მოუშვა ხელი. მაგრამ ომის დროს სულ მეორებდი, სულ მახსენდებოდა ჩერჩილი და სულ მეორებდი თუ ის კადრებს ვინმე ნახავს და ვისაც ახსოვს საქართველოს არასოდეს არ დანებდება. საქართველოს სხვა შორის ეხლა ვიღაცამ გააკეთა Facebook-ზე პატარა საქართველოს დიდი რუსეთი და აწერეკდა we will never surrender. რატო ვიძახი? ჩვენ გვითხებებია რომ თქვენ გაქვთ არჩევანი უღირსობასა და სრულ ოკუპაციას შორის და ჩერჩილის პერიფრაზული მომენტი. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ უღირსობა და მივიღოთ სრული ოკუპაცია. იმიტომ რომ სრული ოკუპაცია რუსეთმა ვერ მოახერხა 2000 წელს. ჩვენ გავაჩერეთ საერთაშორისო საერთაშორისო ჩვენმა გმირულმა ჯარმა გააჩერა. ყოველი საათი მათი წინააღმდეგობის იყო გადამწყვეტი. თუმცა ვადნო პრეზიდენტო მე მაინც მინდა რომ რამდენიმე კითხვა რომელიც გაჟღერდა მოვასწრო და დავსვა ომთან დაკავშირებით ეს არის მაგალითად იგივე ამ სტუდიაში იმიტომ რომ ომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები კიდევ ვიმეორებ თქვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ რაზეც თქვენ საუბრობდით ვინ რა ბრძანება გასცა ასე შემდეგ სადრა დაირღვა და ითქვა ესეთი რა მაგალითად ერთი რომ იგივე პაატა ზაქარიშვილი ამ სტუდიაში ამბობდა რომ ამერიკაში ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვენმა ბიძამ თემურ ალასანიამ იგივე თქვენც არაერთხელ გითქვამთ რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებდა და ვთქვათ აქ ეს ითქვა იმ კუთხით რომ არსებობს და მოლოდინი რომ რუსეთი არ ჩაერთვებოდა ამ დაპირისპირებაში და ვთქვათ თქვენი მხრიდან იყო თუ არა მიზანშეწონილად აღქმული ეს აგრესია. ბიძაჩემი საერთოდ აქ რაც რა მოყვანილი იყო საერთოდ გაუგებარი ხა ბიძაჩემი მე ერთი რამეს მივახციე ჩემ ცხოვრებაში რომ ჩემი ოჯახის წევრები არ თანამდებობაზე არ დარჩენიშნულ არსად იმიტომ ნეპოტიზმზე გული მერევა საერთოდ და არც მით უმეტეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არასოდეს მონაწილეობა არ მიღები ამჯერა ოჯახური კლანური პოლიტიკის ალერგია მაქვს ამაზე. ესეთ რეგიონში ცხოვრობ, ისეთი ისტორია გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემი თელი არსით ამას ვეწინააღმდეგებ. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, რუსეთს არ აინტერესებდა ცხინვარი, რა თქმა უნდა, მაგას ეხაც დაგიდასწორებ, რუსეთს აინტერესებდა საქართველო. მაგრამ რუსეთი აქეთკენ მიდიოდა ეტაპობრივად სულ. ამას ნიშნავდეს ინდიპენდენტისტვის განცხადებაც უკაცრავად, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ხმაურიანი განცხადება გაკეთეთ მე უკვე ომის შემდეგ თქვენ ეს არის უკვე 2011 წლის თებერვალი, რომ იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსებმა დაიპყრეს, ქვა და კლდეა, მისობაში ნულია. მე თქვი რომ მათი თვალსაზრისით რუსებმა მიიღეს ქვის გროვა და ეს მართლაც 100-ია, იმიტომ რუსეთის გადმოსახედით. ჩხოპელი თამარაშენ, სადაც ჩავდა ჩემი გული, კურთა. სადაც ავაშენეთ ძალიან მაგარი საავადმყოფო, გავაკეთეთ ძალიან მაგარი სკოლები, ძალიან მაგარი სპორტ კომპლექსი, იუსტიციის სახლი სხვა შორის და იუსტიციის სახლი თუ რაც პოლიციის აი რეგისტრაციების განყოფილება, გავაკეთეთ გზები, რუსების ხელში ოკუპირებული, გავაკეთეთ გზები, გული მისკდება, როცა უყურებ იმ კადრებს, როცა კოდორში ეს ნაძილები ავტომატებს ისვრიან აფხაზ დროშას აფრიალებს ჩვენ მე გარემონტებულში ადმინისტრაციულ შენობაზე. ამ კოდორზეც დაისვა ბატონო პრეზიდენტო კითხვა, რომ ვინ გასცაბზანება და რატომ რომ გამოსულიყო ქართველებში შეგაწყვეტ მივალ მათ. და აი ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა რუსეთის ჩემთვის ეს არის ყოველი გოჯი ამ მიწის მართლა აი ეხლა აი საერთოდ უყომანო დავდებდი ჩემს სიცოცხლეს თუნდაც ერთი სოფლის დაბრუნებისთვის რო იყოს ასეთი არჩევანი მაგრამ რუსეთი რომ ამხელა რუსეთი რომელიც თელი მსოფლიო გადაიკიდა 900 მილიარდი კაპიტალი გავიდა მარტო იმ შემდეგ ორ წელიწადში ამ ომის შედეგად რუსეთიდან გაიქცა რუსეთი რომელიც პრაქტიკულად გადაახედია ნატოს თელი დოქტრინა. რუსეთმა რომელიც შეცვალა გეოპოლიტიკა და ამაზეც ვილაპარაკებ რა მოხდა ამის შემდეგ. რუსეთმა რა მოიგო სტრატეგიულად? საქართველოს ომის შემდეგ რა მოხდა? ომის შემდეგ საქართველოს ევროკავშირის პასუხი რა იყო ომზე? შექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა. ჩვენ გაგვიჩნდა პერსპექტივა ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის. ჩვენ გადავედით ნატოში შემდეგ საფრთხურზე ინტეგრაციის და ეხლა ხშირად ეს ისე რომ ლაპარაკი რომ ნატოში მაინც არ არის ამგვარი ტყუილია ეს რატო არ მიგვიღებს არა ყოველ ჯერზე მიდივარ წინ და თქვენ გონიათ ნატოს გენერლები რო დადიანან ყოველ კვირას ამ საბჭოს რომ ესენ ტურისტები არიან თუ კომოიაჟერები ესენი ხო სერიოზული ხალხია ეს რო ჩამოდის და თათბირებს რომ მართავს ყველა გეოგრაფიული წერტილი რო შეისწავლოს საქართველოს ესე იგი თავის ინტერესებს ნატომ თქვა რომ ეს არის ჩემი პრობლემა უკვე
და 2008 წელს აბა რამ გადაგვარჩინა სხვაფთან ერთად ის მე-6 ფლოტი ამერიკის რა იყო მართა წყლის ჩამოსატანად ხო ჩამოსულა ხო ამიტომ შენ დღეს რუსეთმა სტრატეგიულად ძალიან ბევრი რაღაც დაკარგა ამის შედეგად მიიღო რამდენიმე სოფელი დანარჩენს ისედაც აკონტროლებდა მაგრამ დაკარგა სამშვიდობო სტატუსი რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მანამდე ხო რა იყო სამშვიდობო სტატუსი აქვს მაგრამ ის რომ რუსეთი ომისთვის არ მზადებოდა რუსეთი ემზადებოდა ომისთვის ყოველი დღე ამ კონკრეტული ომისთვის მას შემდეგ განსაკუთრებით აჭარის ამბები შემდეგ 2004-ში. ხო, მით უმეტეს როცა ამას ამბობთ, ამის თავიდანაცილება საქართველოს ხელისუფლების ეს კითხვა არის. რომ პროვოკაციას წამოიგო სააკაშვილი ხშირად ამბობენ. ანუ შეძლო თუ არ შეძლო თავიდანაცილება. მოდი ვთქვათ ეს. 2008 აგვისტოში საქართველოს შიგნით უკვე შემოსული იყო ნაწილობრივ და საქართველოს საზღვრებთან იდგა 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი, 1000-ობით ჯავშან ტექნიკა 200 თვითმფრინავი საბრძოლო საიერიშო ბომბარდიერი იყო მობილიზებული. შავი ზღვის ფლოტი უკვე დაძრული იყო ყირიმიდან. პრეზიდენტმა იუშენკომ გასაბრძანება არ გაუშვათო, რუსებმა უთხრეს, სულ არ გვაინტერესებს საზოგადოება, წაინც წამოვით. ომის მანქანა იყო მოყვანილი მოქმედებაში. ომის მანქანა როცა მოდის მოქმედებაში, ეს იცის, ეს ისტორია, ახლა გუში რა დაწყებოდა, ჩვენც ხო ვიცხოდა დიდი ისტორია, მართლა გუში ხო არ დავიბადეთ, ხო? როცა ამ ხელა მანქანა მოსული, იმის სულ ერთია რა საბაბით შემო. ის შემოა, თქვენ მე მახსოვს კარგად, იქ იდგენ უკვე ცხილვა საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, როცა იდგენ ხო მათ ჟურნალისტები ძახო და აქ ტყვია დაცურავს, აქ ეს ხდება, აქ ეს ხდება, აქ ეს ხდება. მათ ისინი არ იძახოდნენ. ბოზაბოს იპოვიდნენ ვინმე ქართულს როგორც ბურჯანაძე, იტყოდა რომ საქართველოს დაბომბა გორი. ხო და ამიტომ ის უკვე დაძრული იყო მანქანა, მაგრამ მე ვლაპარაკობ შეიძლებოდა თუ რომ ძინარე ცხინვალი დაბომბა საქართველოს შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება. შეიძლებოდა თუ ჩვენ უარს ვიტყოდით საქართველოს სახელმწიფოებრივაზე. ამ ომის თავარი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რუსეთს გადაუკეტეთ ყოველგვარი კონტროლი უსაფრთხოების სტრუქტურებზე. ჩვენ რუსეთს ემბარგოს მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა ვითარდებოდა ძალიან სწრაფად. და ვაჩვენეთ, რომ მათი ეკონომიკური კავშირების გარეშე შეგვიძლია ურთიერთობა. ჩვენ რუსეთს გადაუკეტეთ, ჩვენ რუსეთს გავხდით ენერგეტიკულად დამოუკიდებელ, რაც პრაქტიკულად თითქმის ვერცერთმა არაენერგეტიკულმა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვერ მოაქვს და არ მხოლოდ პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპა თითქოს რუსეთია ხო ჩამოკიდებული ძირითადად და დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი ეს მოახერხეთ ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელებს და სხვა პარტნიორების მეშვეობით ჩვენ მოახერხეთ და ეს ყველაფერი რო არ გაგვეკეთებია თუ ჩვენ გვეყოლებოდა ესე ბანანის რესპუბლიკა, როგორც ზოგიერთი არის პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დღესაც, თუ ისევ ხალხი იცხოვრდა მაფიის პირობებში, კორუფციის პირობებში, შევარდნაძე, მე შეგახსენოთ შევარდნაძის მაგალითი, შევარდნაძემ რუსებს მიცა ყველაფერი. ესეც იყო არჩევა ხშირად ამბობენ, ახლა მეც მოგვნებიან, კარგი რა, ხო, მიშან ბევრი გააკეთა საქართველოს, მაგრამ რუსეთს არ უნდა დატაკებოდა ესე. და ვიღაცები ჯერა მართლა ესეც ნარატივი არის ასეთი, რომ ეს ტვინ გაცხელებული მიშა, ეს გიჟი, ეს გადარეული, იმპულსური, ავანტყოფი ყველაფერი მომისმენია და ცელი ცხოვრება ამას და მას შეგვებულა. ესე იგი, პუტინს ეძახოდა ლილიპუტის, მაჩვენეთ ერთი კადრი. შენი ჩხემი შენ განაცვლა ეს გადამკაცსა, რას უსაფერად მილაპარაკია, მართლა. ხო, თუმცა სულ იყო საუბარი, მოდი და ომის შემდეგაც, როცა იმ ადგილით დატყიდვით მემუქრებოდა, იქ გავაგზელებდით დილობიანად საუბარს. ხო, ეს განცხადება ყველას ახსოვს, ბატონო პრეზიდენტო. ხო, მაგრამ რატო ვიდე შევარდნაძე ხო მიცა გიორგაძე შემოიყვანა. ნადი ვარდიკო ნადიბაძე კვირაია დაანიშნია ბალტინს ყველაფერი გაკეთა ტერიტორიები ჩააბარა SNG-ში შევიდა და რა მიიღო გიორგაძე ააფეთქა შემთხვევით გადარჩა და გიორგაძეს გამოუგზავნეს რუსებმა სამხედრო თვითმფრინავი თუ ვინმეს რამე შეეჭვერებოდა და წაიყვანეს და ეხლა ტკბილად ცხოვრობს მოსკოვში აგარაკზე. კარგი, მოდით რა ხარ რუსეთთან ურთიერთობა ახსენეთ, რომ მე მინდა დაუბრუნდე ისევ ცხინვალის თემას და კოდორი და ახალგორს მოკლედ, მაგრამ იგივე პუტინის განცხადება ახსენეთ, მაყურებელსაც აქვს საშუალება რომ გავიხსენოთ, ეგ განცხადება ვთხოვ პროდიუსერს თან გაუშვას და აქვე მინდა კითხოთ ამ ურთიერთობაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აისახა, თქვა პირად დამოკიდებულებაზე თქვენსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ფიქრობ თუ თქვენი პირადი ურთიერთობა აისახა შემდეგ უკვე ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ გასაგებია რომ ეს ლილიპუტინზე განცხადება ვთქვათ მე არქივში არ მოიძებნა, მაგრამ მაინც ხშირად გადანაშაულებდნენ თქვენს ამ რიტორიკაში და ძალიან ხშირად გვესმოდა რა თქმა უნდა რუსეთის ლიდერის მხრიდანაც იგივე გლე პავლოვსკი მისი რჩეველი ამბობდა რომ ერთი ტყვით მოგვარდებოდა ამ ომის პრობლემა, იგივე პუტინის ცნობილი განცხადება თუ გნებავთ მოვისმინოთ ერთი სიტყვით მაყურებელსაც შევახსენოთ. В августе этого года произошли ужасные события в Южной Осетии. Правда ли, что вы обещали повесить Саакашвили за одно место? Почему заодно?
ანუ ეს ხო არ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ეტიკეტი, არც მისი მხრიდან ბუნებრივია, მაგრამ იყო რაღაც პერსონალური თქვენ ორ შორის. ეს აისახა ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. მათ ქონდათ პერსონალური. შევარნაძესთან, გამსახურდიასთან, ჩემთან და დარწმუნებული ვარ, როგორც კი თუ გაგრძელდა საქართველოს დამოუკიდებლობის კურსი, ყველა შემდგომ საქართველოს ლიდერთან. საქმე არის ძალიან კონკრეტული. ფუნდამენტურად მიუღებელია რუსეთისთვის კავკასიის ძალიან სტრატეგიულ რეგიონში თანამედროვე სახელმწიფოებრიობა. ჩვენ რამდენიმე ასეული წელი, ჩვენ ხო სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია არ აქვს. ჩვენ გვაქვს ეროვნულობის დიდი ისტორია, ერის, ურთიერთობების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოებრიობის საკმაოდ შეზღუდული ისტორია გვაქვს, ხო? ითვლებოდა, რომ კავკასიაში ყოველთვის ხალხი ჭამს ერთმანეთს. აი ხა ქართველები ერთმანეთს ყოველთვის ძირს გამოუთხენ. მისიონერები წერდნენ ირანში ქართველები ალავერდი უნდილაძეს ხო? მაგარი ხალხიაო მართავენ მთელი რას. ესე რომ გაერთიანდნენ ორ წუთში დაიპყრობენ მთელი რას, მაგრამ ეგეთი ხალხიაო, ეგენიო რომ ვერასოდეს ვერ გაერთიანდებიან. ეს იყო რუსეთის ფუნდამენტური შეხედულება საქართველოს. პირველად გაჩნდა ჯგუფი, რომელმაც შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და უფრო მეტიც შევარნაძესაც თუ დავაკვირდებით კარგად. როდის დაიწყო საქართველოს გამოსვლა სტაბილიზაცია? როცა მოიშორა ეს რუსეთის დაიშული ხალხი, როცა დაიწყო ბაზების გაყვანას ლაპარაკი, როცა გაიყვანა ნავთობსადენი, როცა და მაშინ დაიწყო ეკონომიკა ცოტა აბოქაჩვა, გამოსუთხა, მაშინ დაიწყო კრიმინალმა უკანდახევა, სანამ ვიყავით აი რუსეთის ქვეშ თლიანად, როგორც მოხდა სოხუმის დაცემის შემდეგ. კრიმინალმა წაიღო თბილისი. კუპონიზაციის კატასტროფული ტემპი მივიღეთ. გაღატაკების და ყველაფერი უბედურების, ხო? ესე იგი, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ინტერესზე, რაც ცნობილია, ბატონო პრეზიდენტო, რომ გასაგებია, რომ რუსეთის რა თქმა უნდა ინტერესი ქონდა, მაგრამ არსებობს კითხვები, მაპატიეთ ეს მინდა რომ ჩაგეკითხოთ და რა თქმა უნდა მოგცემთ საშუალებას რომ მიპასუხოთ. არსებობს კითხვები თქვენი და თქვენი ხელისუფლების მისამართი და თუნდაც მინდა რამდენიმე ყველაზე გახმაურებულის მოვიყვანო იგივე მთამიმართებაში, რომ თქვა მძინარე ცხინვალი თქვენ თავად ახსენეთ, რომ ესეთი ბრალდებები გაჟღერდა, რომ თქვა მომხდარიყო სოფლების გამაგრება, მაგრამ მე რატომ წავიდა თქვა წინ ქართული არმია და რატო შევიდა ცხინვალს. იგივე ხო, აი იგივე ის ყურაშვილის განცხადება ახსოვს ყველას, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ხდება. ანუ რეალურად, მოკლედ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ხდებოდა სეპარატისტებთან დაპირისპირება თუ თავიდანვე აღქმული იყო ეს რუსული აგრესია. ყურაშვილი საერთოდ არ იყო. იყო აქ შეცდომები დაშვებული თუ არ იყო. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ყურაშვილი იყო სამშვიდობო კონტინგენტი ჩვენი წარგზავნილი. ამიტომ მისი განცხადება კი, ქართული სამშვიდობის სარდალი იყო. ვერ ჩაითვლება. სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადება, თუ არასოდეს ის ამ სამხედრო ხელმძღვანელობის შეხებაში არ ყოფილა და მით უმეტეს იმ ოპერაციის დროს. მის ფუნქცია საერთოდ სხვა იყო და მან რა თქვა ეს მისი ინფორმირებას თუ არაფერს ბრალია, თუმცა კონსტიტუციური წესრიგი თავისთავად საგინებელი სიტყვა ნამდვილად არ არის, ხო? საქართველოს და მას თელ ტერიტორიაზე აქვს კონსტიტუციური წესრიგი. საუბარი იყო და უნდა შესულიყო თუ არა იგივე ცხინვალში, თქვა მე ქართული საჯარის ანაწილება. ნინო, ომი არაფერი ისე არ მეზიზღება როგორც ომი ცხოვრებაში. ანუ ვის უყვარს ალბათ არ არის. მე ძალიან მიყვარს შენება. გიждები ისე მიყვარს შენება. ხშირად მაგდე რატორით და შეიძლება იზახი რომ შენება თვითმიზანი არა. შენება ნიშნავს ხალხის დასაქმებას, უკეთეს საქართველოს, უფრო მეტ დაცულობას, შენება ნიშნავს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ამიტომ ომის მევაცილებდი ყველანაირად ვარიდებდი თავს. ოქრუაშვილის გვერდზე გაწევის თავდაცვის მინისტრობის ერთ-ერთი მიზეზი მე კორუფცია იყო რომ სულ მუდმივად ეთამაშებოდა პროვოკაციულად ამ თემას. არ შეიძლებოდა. არ შეიძლებოდა და 2004-შიც 2004-ში მე მივიღე გადაწყვეტილება, მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ჩემ გარშემო მეწილავდებოდა და გამომიყვანა იქიდან ულაპარაკოთ ის კონტინენტი. ხო, მაშინაც იყო საკმაოდ სერიოზული. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალში აღშენებლობით ამ ამის მოგება. სანაკოვი დავნიშნეთ იცით ის დიდი იქაც გითხარით ეს დიდი სპორტული კომპლექსი ავაშენეთ მართლა ჩაყვავდა იქ რაღაც ხატრული კოლექტივები განათებ ბევრი რაღაცას ვაკეთებთ ისეთსაც რომ აი რომ დაენახათ ამას ყველას და რომ ნახეთ ალტერნატივა არის ამიტომ მართლა გიჟები ხო არ ვიყავით კი გონია ბევრს ვარ მაგრამ ნუ ალბათ შემოხედავ და როგორც წესი ვინც თვითონ არის გიჟი ის მეც გონია სხვები გიჟი ხო მე არა ვარ გიჟი ამიტომ ჩემი ინტერესებში და უფრო მეცაც გეტყვი სამხედრო თვალსაზრისით. აი 2008 წლის აგვისტო იყო სრულიად მიუღებელი რამის დასაწყებად. ჩვენ ხედავთ რომ რუსეთი ებზადებოდა, ახლა უკვე 2006 წელს მქონდა მეტი შეერაღება და მეტი ჯარი ჩვენ ტერიტორიაზე ვიდრე ჩვენ ყავდა. 2006-ში ყველა მანდატის დარღვევით. მერე შემოიყვანა აფხაზეთის შენაერთი. ოჩამჩირეში შექმნა პრაქტიკულად 100,000 ჯარისთვის ინფრასტრუქტურა. ჯავაში აშენა ბაზა. განალაგა ტერიტორია. პუტინმა თქვა ტელევიზიით 2007-ში, რომ დაღესტნის ბაზები გამოგვადგება, გზა გამოგვადგება, იმიტომ აქედან უნდა შევიდეთ. მე მითხრა 2007-ში. 2007-ში ნოემბერში მინსკში. Мы вам устроим новый Северный Кипр. მინსკში
ძალიან ეს თვალებს შევხვდი, მაგრამ მარტო მე კი არ მითხრა, კონდოლიზა რაისაც იგივე უთხრა, რო არ ჩათვალოთ, რომ ჭორავთ. და იმავე კონდოლიზა რაისე გაკეთა განცხადებები. და ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ 2008 თუ კი ომი, აი ჩვენ რომ დაგჭირდებოდა, თქვა სამხედრო თავდასხმა. თქვა მხოლოდ ცხინვალით და ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს სხვა ტერიტორია ცხინვალით. ეს რა მოხდარიყო? ყოველ ზამთარს იქ თოვლით იკეტება როკის გვირაბი. ყველაფერი იკეტება. ცხვირის გამომყოფები არ იყო. ანუ უფრო მომგებიანი პერიოდი იქნებოდა ამას გულისხმობ. 3 საათში დამთავრდებოდა ოპერაცია. მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. უფრო მეტიც, რუსეთის პირობებშიც კი. ჩვენ ყონდა შეკვეთილი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საჰაერო დაცვის ანტისაჰაერო სისტემა, რომელიც ერთ წელიწადში გვექნებოდა. ჩვენ ყონდა შეკვეთილი 200 საარტილერიო ძალიან თანამედროვე დანადგარი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოვიდოდა სადღაც ნოემბერში. ჩვენ ყონდა ჩვენ გადავდივართ ამ ამერიკულ ავტომატებს და არ ხოთ ავტომატ ყიამქვებს ხო ჩვენ ყავდა დიდი ჯგუფები უცხოელი სპეციალისტები რომელთაც უნდა გაიცნოთ ჩვენი ოფიცრები და მინიმუმ მორწლიანი პროგრამა იყო ჩვენ გვჭირდებოდა დრო 2008-ში ეს დრო არ იყო დამდგარი ყველანაირ გადაწყვეტაზე კი ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვიმზადებით ომის უბრალოდ გამოსულიყავით იქიდან რომ ადრე თუ გვია რუსეთს შეიძლება ეს ექნა და ამიტომ დროის წინააღმდეგ მუშაობდით სულ რაც შეეხება ცხინვალს ცხინვალის ხო რატომ შევიდა ეს კითხვა სულ ეს აი ვინც ყოფილა იქ და უმეტესობა ვინც ამას ხო დღეს ხო აი საქართველო არის პატარა ქვეყანა პატარა სოფელი არ არის ჩემთვის არის პატარა ქვეყანა მაგრამ ძალიან მაგარი და ძალიან დიდი ქვეყანა ამავე დროს მე მიმაჩნია რომ საქართველოს დაკნინება არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება დაუშვათ იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ ლაპარაკობთ აი უცხოეთში ხო ჩვენ რა გქონდა ხო ორი ბრენდი გქონდა რომ ჩვენ ყავს დასავლელი მოკავშირეები და ჩვენ ვართ მაგარი რეფორმის ქვეყანა მე პერუში რო ჩავდივარ ან ვანუატუში რო ვაგზავნე დელეგაციას რაზე ვეუბნები ხა რა ხო იმას ხوارებით ყავით რომ მანდარინებს ჩამოგიდეთ და მოყიდეთ პერუში ხო ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ ვართ მაგარი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ რეფორმები მე-9 ადგილზე ვართ ეს ყველაფერი ქვეყნის კაპიტალი ეს კი არა რომ დააკრინო ეს გჭირდება რომ შენივე წარმატებას მიაღწიო და დასავლელი მოკავშირეები რო ყავს იმათ წერილებს კი უნდა უგზავნო მუხარის გჭირდება იმიტომ რომ ვანუატუსთან რო ბოლოს რა თქვა ჩვენ საქართველოს და მის დასავლელ მოკავშირეებს არ ვაწყენებთ დასავლელი მოკავშირეები არის თავარი სიტყვა ხო ამიტომ ჩვენ არაფერში ეს არ გვჭირდება მაგრამ შეხება ცხინვალ ეს ხალხი ვინც ამას ამბობს იქ არ არის ნაყოფი მაგრამ საქართველოს ვინც იყო იქა ყველაზე ნაკლები პრეტენზია ხო იმ ხალხიდან არის ვინც იქ ცხოვრობდა ვინც თავის თვალით ნახა ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა. თუ კი რამეს ვაკეთებთ, თითქმის ყველაგან დავიგვიანეთ რა. იმიტომ რომ ყოველთვის გვიან რეაგირებთ იმაზე, რაც უკვე ხდებოდა მიწაზე. გვიან მოახდინეთ რეაგირება იმაზე, რომ მათი კონტინენტი შემოსული იყო, გვიან მოახდინეთ რეაგირება იმაზე, რომ თრიაყანის სიმაღლეზე გრუსპეცნაზი იყო გამაგრებული, ამიტომ ამან შეგვიქმნა ყველაზე თავარი დაბრკოლება, მაგრამ რუსეთის ჯარი რო შემოდიოდა, მათ თუ ისინი ცხინვალს გამოცდებოდნენ უკვე ცხინვალი რა თქმა უნდა თბილისზე მოდიოდნენ და ყოველი საათი ამ ბრძოლის ყოველი ჯარისკაცის ჩვენის სიცოცხლე იყო წუთების და საათების მოგება როცა ჩვენ ყველანი დაუძინეთ ძილის გარეშე 24 საათი ვიჯექით ტელეფონზე და ვრეკავით ყველა მიმართულებით მთელი ხელმძღვანელობა დასავლეთში იყო ან პეკინში ან მე თვითონც კი რაღაცავედი კიდე კარგი არ წავედი კიდევ კარგი არ წავედი ბოლო წუთში გარჩევშმა ჩვენ პროტოკოლს უფრო დაგვიწევდა თუ ეხა არაფრიდებით მე ვეღარ მოვაგზავნებ ცერემონიაზე მოთხარ გავუშვი დელეგაცია ის თვითმფრინავი სახელმწიფო თვითმფრინავი ამიტომ მეც არ ვიყავი ბოლომდე ამიტომ ესე ვითარდებოდა მოვლენები რომ აი ეს ხან ცხელოდა ხან ციოდა ბევრ რაღაცა იყო გამოუცნობი ხო რა ხდებოდა გარდა იმისა რომ უკვე რატომ გავიტყვი უარი უკვე ინფორმაცია შემოვიდა შემოსულები არიან უკვე ჯავიდე მარტო ის კი არა რომ სატელეფონო გადაჭერები ქონდა რომ მე შენ გამოვხოქრეთ პირდაპირ ჯავიდან ეკავდნენ ხალხი და ეძახოდნენ რომ აქ ტანკები ტექნიკით გაივსო ყველაფერი და იქ ბევრი ნორმალური საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა პატრიოტი ხო მათ შორის ჯავაშიც კი ამიტომ ვიძახი რომ თუ ჩვენ მოვიქეთ დრო ჩვენმა ჯარმა მოიგო დრო იმისათვის რომ მოესწრო კაჩინსკის შეკრება ევროპელი ლიდერების და ჩაომფრენა რომ სარკოზი ჩამოსულიყო რომ ჩვენ რომ პრეზიდენტი ბუში დაბრუნებულიყო და მე-6 ფლოტი ამერიკის დაეძრა საქართველოსკენ მოეყვანა სრულ სამხედრო დატყოფნაში ინჯილიკის ბაზები თურქეთში ინჯილიკის ქვია და კონსტანცის ბაზა რუმინეთში ეს იყო სამხედრო ოპერაცია იქით ხრიდან, მაგრამ ასევე სამხედრო პოლიტიკური პასუხი აქეთ ვხედავთ საერთაშორისო პასუხს ქონდა სერიოზული სამხედრო ელემენტები და მითხრა სხვა შორის ჩეინიმ კიდევ ერთხელ ხა ვნახე იქ ამერიკაში და დამინდასტურა რომ ჩვენ ვაპირებდით ვიხილავთ სერიოზულად როკის გვირაბის დაბომბვას ძალიან უხარო ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს მაგრამ მე მახსოვს ჩემი საუბრები ბუშთან ყოველ შემთხვევაში უკვე როცა იყო ეს ლაპარაკი იქამდე და მიგვეღწია
ყოველი საათი იყო ოქროს ფასი და ეხლა ვიღაცამ თქვა ამას ვიღაც ექსპერტი ნახეთ ვინ იხილავდა ამ როკის გვირაბის დაბობას ბატონო პრეზიდენტო პირველად მოისმენეთ ეს განცხადება მაინტერესებს ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით და ეს იყო რონ ასმუსის წიგნით რომელიც ინსაიდერია იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა ექსპერტს რომ ეს იხილავდა შეიძლება რო ვკითხე როგორც ვიხსენებო ალბათ ასეაო და მე ვთხარ თუ შეიძლება მაშინ კარგად გაიხსენეთ კიდევ და ჩვენ კარგი იქნება რომ ამ საჯაროდ ან მემუარებში ან სადღაც ახსენოთ და ისტორიაში მაგრამ ამერიკის კონდოლიზა რაისი თქვა ძალიან კაცრად გვაფრთხილებდა ნინო ბურჯანძე ამ სტუდიაში საუბრობდა და მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო როცა ამ შეხვედრების დეტალებს იხსენებდა რომ არ წამოეგოთ პროვოკაციას სულ ეუბნებოდა თქვა საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ არ ჩავერთვებით ომში თქვენს გამო რუსეთთან არა ეს არის მაშინ იყო საუბარი რომ მწვანეშუქი ვაშინგტონიდან იყო რეალურად რა იყო ერთადერთი რაშიც ეს ქალი არ ტყუის ანუ მართლა ესე იყო მაგრამ ჩვენ ამაზე ვეუბნებოდ ჩვენ არ ჩავერთვებით კონდით ძვირფასო მაგრამ თქვენ რას გააკეთებთ ისინი თუ მოდიან მაინც გითხარით თქვენ რას გააკეთებთ და ამაზე მათი პასუხი როგორც ეს იყო არ აგონია რომ მათ ეს გააკეთონ ჩვენ ვეუბნებოდ რომ ჩვენ სხვა არ გქონია თუმცა იგივე კონდოლიზა რაის 2007-ში როცა პუტინი ესე გაეკაჩა მართლა ფიზიკურად კონდოლიზა რაისიც ესე წამოუხდა იყო ესეთი ფიზიკური ლამის შეხლა შემოხდა 2007-ში ამერიკელებმა დაახევიეს უკან 2007-ში იყო პირველი მცდელობა ამ ომის წარმოების მაგრამ მეორე რა მოხდა 2008-ში კონდოლიზა რომ ჩამოვიდა აქ იმ დღეს, იმ წინა დღეს რუსებმა აფრინეს თვითფრინავები და პირველად ის კი აღარ თქვეს როგორც გრაჩოვიძე ხოდა ხოლმე ადრე ეს ქართული თვითფრინავებია. ჩვენი თვითფრინავებია. და რატო გააკეთეს, რომ გამოცადეს კონდოლიზა რაისის რეაქცია, რა იქნება? არ იყო იქ არაფერი არ თქვა. მაგრამ არაფერი არ მარტო იქ იყო ტელეკომპლექსი ნატოს იქ იყო ტელეკომპლექსი და რუსეთის გენშტაბის მე მახსოვს ბუში როცა ბუქარესტში მიიღეს გადაწყვეტილება და ეს ხო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხა როცა საქართველოს რა მივიღეთ ამ წლების განმავლობაში ჩაიწერა რომ ჩვენ ვიქნებით ნატოს წევრები. ეხლა გინდა მაპი უარესი ოძახი უკეთესი. თუმცა ბევრი ამბობს რომ ომის გამო შესაძლოა შეჩერდა თუ შენელდა ნატოში ინტეგრაციის პროცესი. პირიქით ბოლო განცხადება ჩიკაგოში იყო. ჯერეთი გადაიყვანეს ასპირანტ ქვეყნების რაოდენობა სადაც არის ბოსნია, სადაც არის კიდევ ჩერნოგორია, მონტენეგრო და ეს ნიშნავს რომ ეს ქვეყნები აუცილებლად შევა. ეს ნიშნავს საქართველოს იმ ლიგაში რომელიც აუცილებლად შევა. იქ გადაგვიყვანეს სულ უფრო ინტენსიურია დღეს კონტაქტები ჩვენ გქონდა შანსი ჩვენ ამ წლების განმავლობაში რა იყო სტრატეგიული ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა ომის შემდეგ როცა შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა რაც იყო მათი პასუხი ამ ყველაფერზე მან მითხრა ერთ-ერთმა ლიდერმა არ ვიტყვი ხა გვარის მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა იქნება იმისათვის და მე რამდენჯერმე გამიმეორე კიდე შეხვედრებს ვხვდებოდი ხოლმე რომ საქართველოს გადარჩეს რო თქვენ გადარჩეთ თუ საქართველოს თქვენი მთავრობა გადარჩება პუტინი წააგებს და მე პირადად მინდა რომ პუტინმა წააგოს. ამიტომ მათაც ჰქონდათ ეს პასუხები. ჩვენ დავიწყოთ ჩვენ გაგვიცათ შანსი რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს. ამიტომ ეს მოძრაობები ხდებოდა და რაც ახლა ჯორჯ ბუში დაბრუნდა იქიდან პეკინიდან. ამასობაში კაჩინსკი უკვე ნამყოფია ყველა აქა და უკვე ამერიკელები ჩართულები არიან. მე და ამერიკა თვითონ და მანამდე ორჯერ ველაპარაკე, მაგრამ ეს არის ის პერიოდი. მანამდე ორჯერ ველაპარაკე თვითფრინავად ამერიკა თუ არ ვწდები და მე უკვე მაგრამ ყოველთვის ესე მინეკავდა რომ მაგრად ადექით მიშა ყოჩახ მიდით უბრალოდ გამხრევდით არ ჩამოყაროთ ხელები. მაგრამ ისე მორალური ზოგადად ხარდაჭერა არაფერი კონკრეტული. თუმცა კონდოლიზა რაისურმა რო კითხა პირველად ლავროს როცა პირველად აიღო ლავრომა ტელეფონი რა თქვენ მიცა ლავრომა თქვა საქართველოს სრული განადგურება ეს ნიშნავს თბილისის აღებას და ყველა სხვა ესეთი პასუხი გასცა საქართველოს სრული განადგურება ჯონ ტეფტმა მოვიდა ჯონ ტეფტე თქვა ჩვენ გვაქვს მესიჯი მოსკოვიდან რა საქართველოს სრული განადგურება თქვენ რა უპასუხეთ ჩვენ არაფერი უპასუხეთ უпроსოდ ვიხილავთ პასუხს და ამერიკა ბოლოს ბუშმა როცა უკვე ჯარი მოდის თბილისისკენ მოდის ჯარი პრაქტიკულად თენი მსოფლიო თვლის რომ საათების ამბავია როცა საქართველოს დედაქალაქში შემოდის და ყველა მოძრაობა ასეთი იყო გენერლებმა თქვეს გენერლები როგორ თავიდან რომ შემოვიდნენ იქ ადგილობ ბიზნესმენო გორში დაიწყეს ბიზნესი აწყეს და მისგან მათგან ყიდულობა საწვავს და ერთი დღით ადრე თქვეს რომ ეხა თბილისზე მიდივარ და დავანებოთ აღარ მოკრიტით იაფად ყიდიდნენ მანამდე გაჩაკე ხო და რატო ვიდახდა ბუშს მირეკავს და მეუბნეო აბა როგორ ახარ მიშა მართლაც კარგად ვერაო ხო პირველად მეუბნეო თვითონ not so good აგვისტოსის 5 დღეა not so good right მეუთხარი მე როგორ ავარ ძვირფასო პრეზიდენტო ამას არანაირი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მე შეიძლება ხოლ აღარ ვიყო. მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ კარგად მე ასე მგონია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა მამა თქვენის პრეზიდენტობის დროს. თქვენი პრეზიდენტობის დროს დღეს თბილისში დაძრული და ჯარი თუ შემოვიდა, საბჭოთა კავშირი ისევ აღდგება. და როგორ ჩაიწერებთ ისტორიაში ამაზე რატო ვფიქრობთ?
რას მითხრა რომ მოიცა დამაცადე ეხა ნახავთო მე ხა მიდივართო ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში გვაქვს თათბირო ლენგლიში ბუნკერი სადღაც იყო გეიცი კონდი გამოვიდა და ამის პარალელურად დაძრეს მე-6 ფლოტი თურქებმა უთხრეს რომელიც პრინციპში თანამშრომლობენ ჩვენთან მაგრამ უთხრეს რომ ეს ჩქარა ვერ გავატარებთ იმიტომ რომ ეს საერთაშორისო კონვენციები და ბოსფორს გატარება მე-6 ფლოტის უფროსმა რომელიც შევხვდი მე არაერთხელ მითხრა რომ ჩვენ უთხარით რომც არ დოკუმენტები არ ქონდეს მაინც გავივლით თითოეულ ამ სარაკეტო იმას ქონდა საკმარისი რაკეტები რომ ყველა რუსული თვითმფრინავი ჩამოეყარა და უფრენი ზონა შეიქმნა საქართველოს თავზე რეალურად ჩაერთო მე ბაზა და მითხრა მე ჩეინიმ რომ მე ჩამოვიდა მე შე ხო იცი რომ ამ იმაზე სასმელი წყალი არ ყოფილა და მართლა არ ყოფილა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კრეისერი გამოაგზავნეს პირველ სარაკეტო კრეისერი რომელიც არის რომელიც ერთი ჯომ აჯობებდა მართლა ყოველთვის საჰაერო ძალების და ფლოტს რუსეთს ნამდვილად მე რუმინეთში ბაზაზე გადმოფრინდა თვალსები 26 F-16 ეგრევე თურქეთის ბაზა მოიყვანეს სულ საბრძოლო მზადყოფნაში უზარმაზარი ბაზა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპაში ასე რომ თურქეთის სხვა შორის რაც მე ვიცი ეს ბოლომდე კიდე რაღაცა უწევი თურქეთის დიდი შენაერთებიც ამ ნატოს საერთო მზადყოფნის ფონდში იყო მოყვანილი მზადყოფნაში რომ რუსებისადმი სიგნალი იყო ასევე იქ შიგნით ასე რომ რუსებს ძალიან ნათლად უთხრეს რომ ეხა უკვე მე ვფიქრობ მაინც დაგვიანებ რომ ეხა უკვე გავლებული აქციები ხაზი ამასობაში აქ თბილისში იყო თქვენიც მრავალ ეს აქცია ეხა ვიღაცა იძახს რომ ეს აქცია იყო ტაშფანდური ჩემ ტერორი ტაშფანდურა ისე როგორც ეს ტაშფანდური იყო ეს ხო არის კლიშე სააკაშვილმა გამართა ტაშფანდური როცა ჩვენი ბიჭები კვდებოდა ამ აქციაზე იყო დამზიმიზებული რაკეტები დსთ-ს ლიდერებს ხვდებოდა ამ დროს პუტინი და ვიცი ერთ-ერთ დსთ-ს ლიდერისგან გითხავ რომ აი ახლა სააკაშვილი გმინდის გამოსასვლელად დამეჯნებული ყავს ტოჩკაუ და ისკანდერებიო როგორც კი მიო ყველა ავაფეთქებთ ყველას კაჩინსკის უთხრეს რომ შენ თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ ეს ისტორია რომ შენ თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ კაჩინსკი უთხრა პილოტს რომ მე გაძლევ ძალიან მე ხო ვარ მთავრსა და გავძევ ძალებას დაჯექ თბილისში იმან უთხრა მე ცოლშვილი მყავსო და უბრალოდ შენ არ გოქენდებარებიო და მაშინ რა კაიო საჰაერო ძალების იმას რომ გამოგზავნე დეპეშო და ტელეპროგრამის საჰაერო ძალებს იმან უთხრა დაჯექ თბილისში და ამან უთხრა რაც არა მითხრათ მე მყავს ცოლშვილიო და წავიდნენ ნუ იმაში დაჯდნენ აზერბაიჯანში გიანჯანში მაგრამ იქნა მაგრამ რატო ვიზახი ფიზიკური რისკის ფასად ამ აქციაზე იყო დამიზნული რაკეტები მაგრამ ეს აქცია იყო რომ თემსოფლიოს ენახა რომ ქართველი ხალხი მთავრობა ერთიანია სოფლიო აქ დგას ამასობაში ამერიკელები მობილიზაციას ახდენენ ეს იყო ჩვენთვის გარღვევა თუ ჩვენ დავკარგეთ დღეს თავარი რაღაცა რომ საქართველოს ჯერ ერთი აღარ იბრძვის თავის თავისუფლებისთვის რატო ჩაერთო სოფლიო მაკეინმა შეწყვეტა თავის საარჩევნო კამპანია თქვა რომ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ საპრეზიდენტო ბაიდენი ჩამოვიდა და ამის გამო ერთ-ერთი მიზეზი რატომ შეიქმნა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა რომ პირველი სენატორი იყო რომელიც ერთ-ერთი რომელიც მიხვდა და ჩამოვიდა ეს თუ ეს ხალხი ყველა თუ ამ ხალხმა ყველამ ჩათვალა რომ შენ აღარ გინდა შენი თავისუფლება შენ ასამართლებს შენ პრეზიდენტს სამხედრო დანაშაულებაზე შენ თვითონ იცახი რომ მე ვარ ტერორისტების მომზადებელი თუ საქართველოს დემოკრატია აღარ იქნა მაშინ იცით რამდენი არადემოკრატიული ქვეყანაა სოფლიოში რომელსაც არავინ არ დაიცავს არცეთ გარემოებებს თუმცა იგივე ახალგორი კოდორზეც მინდა და მე კითხავ რომ სხვა თემებზეც მინდა მოვასწრო ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რომ აი ამ კითხვასაც გავცეთ პასუხი იმიტომ რომ არსებობს კიდე სხვა კითხვები იგივე ახალგორი და კოდორი იმიტომ თქვენ ახლა საუბრობთ საერთაშორისო მხარდაჭერაზე შესაძლოა რა მიიღო საქართველოს მაგრამ ფაქტია რომ დაკარგა ტერიტორიები რომელიც დაკარგული იყო მაგრამ უფრო მეტი ნაწილი დღეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სულ ისმის კითხვა ახალგორზე და კოდორზე ახალგორთან მიმართებაში ის რომ არადროებითი ადმინისტრაციული ერთეული თქვა შესაძლოა ეს არ მოხვედრილიყო ამ ოკუპირებულ ნაწილში და კოდორი სადაც ვინ და რატომ გასცა ბრძანება ისმის ეს კითხვა დაეტოვებინა ქართულ ძალებს და ფაქტიურად ჩაებარებინათ კოდორი რუსებისთვის თუ შეიძლება რომ მოკლედ პასუხოთ ახალგორი სამხრეთ ოსეთის ნაწილი იყო რუსულ რუკებზე რუსები არ ხელმძღვანელობდნენ იმით ჩვენ სად ვინ რა ჩავერთეთ და რაღაცა მათ რუკებზე იყო აი ხა ბოლოსაც 200 მეტრით რო გამოდაწია საზღვარი და რატომღა ჩვენ თავრობდნენ არაფერი არ თქვა მე მაგ ეჭვირო ეს არა იმიტომ რომ არ ქონდა ფიზიკურად ვერ იღებდნენ მაგრამ ყოველთვის იმ რუკებზე იყო მაგრამ იმ ხელშეკრულებით რომელსაც ჩვენ თბილისში მოვაწერეთ ხელი ნინო ისინი იქიდან უკვე დიდი ხნის გასულები უნდა იყო მათ ხელმოწერილი აქვს რომ წასასვლელები არიან იქიდან ეს ხო მან არც აშუაში რუსები აღიარებენ რომ იქ არ უნდა იყვნენ უბრალოდ მე თუ ეს რომ ეხლა რეალობა შეიცვალა ასე რომ ჩეხვა კოდორს ასე რა ჩეხვა კოდორს როგორ დავიცე კოდორს ერთად ჩაგოხოცა ეს ხალხი თქვენ ესთერი ლაპარაკ რომ კოდორს მანამდე იცავთ სანამ 50 აფხაზი მოდიოდა რუსეთის არმია იყო თელი რუსეთის შეერაღებული ძალები იყო შემოსულ საქართველოს ჩვენმა არმიამ შეუძლებელი მაგრამ ჩვენ ჩამოვაგდეთ 10-ზე მეტი საფრენი აპარატი მათ შორის Tu-22 სტრატეგიული ბომბარდიერი რომ ღამის ხედვის იყო და Su-25-ს და 24-ს არ ქონდათ ეს ღამის ხედვა მათ უნდათ ღამის დაბომბვა იყო ჩვენ რო რაკეტები არ გამოგვლიოდა
მეორე დღის ბოლოს რუსმა ფრინავებმა უარი თქვეს დაჯდომაზე თვითფრინავებზე, ამიტომ პერიოდი ქონდა ეს გამონათებად საშუალება და შემდეგ მათი მეთაურები დაჭრა, მაგრამ მე აღმოჩნდეს რომ რაკეტები აღარ აქვს. ეს ბუკის და ასას რაკეტების რაკეტები და ისრაელის რატომ გამოგველია ეს რაკეტები? ანუ პრეზიდენტ ამაზეც იყო საბოლოო მილიარდობით ლარი ხარჯებოდა. არა, ეს ბევრად მეტი ღირს და ბევრად მეტი უნდა ჩამოსულიყო. სხვადასხვა ერთ-ერთი სტრატეგიული გარღვევა, რასაც მივახციეთ ახლა მინდა შეგახსენოთ ამ წლებში ბოლოში, როცა მივახციეთ სტრატეგიულ შეთანხმებას, ომის სხვადასხვა შედეგებზე ვლაპარაკობ. სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შარშან ობამასთან მომახციეთ ხელშეკრულებას, რომ ამერიკა აღჭურავს საქართველოს არმიას. რამდენი არმია არა ნატოს წევრი სოფლიოში, რომ ეს ამერიკა აღჭურავს ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი. ასე რომ საქართველოს ეს ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ჩამოვიდა 10 თვითფრინავი. წარმოუდგენლად გამბედავი მანევრი მეორე ბრიგადის პირველი ასოლის როცა გენერალი ხროლი როდის დაიჭრა ბოლოს არმიის მეთაური კომდარმი რუსეთის არმიის დაჭრილი მძიმედ წაიყვანეს სასწრაფოდ ლაგადაკავკაზში. გააჩერა რამდენიმე ათეული ჯავშან ტექნიკა აფეთქეს, მაგრამ მე რო გუშინ წინ ვიღაც ექსპერტი ვნახეთ, ყოფილი გავშოვილი სამხედრო გაბრაზებული და იძახის რომ იქ კარგად რო ყოფილიყო მომზადებული, ერთი თვე გავწევით წინამდე. მეგობრებო, არა, იმაში, ცხინვალში. ცხინვალში გულისხმობ. ამასობაში შემოვიდა ამხელა კოლონა ამხელისთიდან. რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი ეს 300 ტანკი სოჩაში იდგა და ჩვენ ამერიკელებს ვეუბნებოდა ცერუნ გითხარ არა ვერ დავადასტურებთ ამასო ესე ქვია იდგა პირდაპირ ეცე აფხაზია 4 თვით ადრე იმიტომ გააკეთეს გალამდე რკინიგზა იმიტომ მეშინია მე წინა პირობების გარეშე ამ რკინიგზას მე რკინიგზის წინამდე კი არ ვარ წინა პირობების გარეშე და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე მეშინია როდესაც იქიდან მოდიოდა ეს არმია და ყაზბეგს მოადგა ლარსზე უზარმაზარი შენაერთი. გეგმა რუსული არმიის წაიკითხეს ფელდგენაურის სტატია, რომელიც პირდაპირ ინტერვიუს იღებს რუსებისგან. იზახს რომ თავარი იყო ჩაგდო ხელში ქართული არმია პირადი შემოდგენილობა თლიანად. მაშინ თბილისის დამცველი არავინ არ იქნებოდა და როგორც კი ყაზბეგიდან შემოვიდოდა, კარგად შეხედოთ რუკას თუ ვისაც სახში აქვს და ვიც გუყურებს, ჩაკეტავდა მთლიანად გადაჭრიდა ამას ცხეთის იქით ნატახტართან და ქართული არმია და იქიდან აღარ ყავდა ხო ჩვენ შენათები ჩვენ ყავდა იმდენი ჯარისკაცი რამდენიც ყავდა იქიდან ჩაკეტავდა მთლიანად და ეს არმია მოექცეოდა მთლიანად ალყაში მთლიანად ალყაში მოექცეოდა და აიყვანდნენ ტყვედ და მივიღებდნენ ბევრ ანწუხელიძეს ამიტომ ჩვენ იქამდე დავრჩით სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა არსებობდა მაგრამ ამასობაში ჩამოვიდა სარკოზი ამასობაში დაიწყო მეექვსე ფლოტი ამასობაში მოხდა ის რაც კაჩინსკიმ და მისმა ჯგუფმა ქნა ამასობაში თელი მსოფლიო მარტო ამაზე ლაპარაკობდა გამოიღვიძა ყველამ გადაიფარა ეს პეკინის ოლიმპიადა დღემდე ჩინელები ალბათ ჩვენზე ცოტა ნაწყენებიანია რომ ამ დროს მოხდა და იმიტომ რომ თვითონ გარემოებები და ასე შემდეგ. გასაგებია და მე მინდა ომის თემას ვიდრე ამოვწორო არ შემიძლია არ კითხოთ იმ ცნობილ კადრებზე რომელსაც ძალიან ბევრი ნეგატიური შეფასება მოყვა და იგივე ომის შემდეგ ეს ტრიალებდა იგივე CNN-ის ეთერში საქართველოშიც ბევრი განცხადება გაკეთა გორში ყოფნის დროს ანუ ინციდენტს გულისხმობ როდესაც თქვენ დაცვამ გაგიყვანა და აქ მოვისმინეთ შეშინებული მთავარსარდალი გაქცეული პრეზიდენტი კეთებოდა ესეთი განცხადებები. მინდა მაინც აი ეს კადრები კიდევ ერთხელ ნახოს მაყურებელმაც თქვენც რა ვიცი გაიხსენოთ და რეალურად რა მოხდა სინამდვილეში გითხრათ. გვაქვს საშუალება რომ ეს კადრები ვთქვათ აი ვნახოთ და შემდეგ თქვენი პასუხი და უნდა გადავიდეთ სხვა თემებზე. Mr. President, how do you estimate? ანუ ამ კადრებს ეს ფრაგმენტები შევახსენეთ და არის ფოტოები ასევე მოყვა ასეთი შეფასებები რაც ვთქვი. კი, მაგაზე უარი ისა რო ის ერთად ის ხალხი ვიც ვისი
თანახვაც არა და ბევრი სხვა რაღაცა თქვეს, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ნაწილი გაიქცა უცხოეთში, არავინ არ გაქცეულა. ჩვენი ბევრი ოფიციალური პირი იყო უცხოეთში, ბაქრაძე იყო უცხოეთში, ბოკერია იყო უცხოეთში, თავდაცვის მოადგილეები, საგარეო მინისტრის მოადგილეები, ყველა გამოიქცა უკან მახსოვს ნიკარაგუა, ყველა გამოიქცა უკან. ერთადერთი ვინც იყო გადიოდა, შემოდიოდა იყო ხეთაგური, რომელიც დადიოდა აზერბაიჯანის საწვავის და იყვნენ ჩვენი ფინანსური სერვისი, რომელსაც ომრებით დაქონდათ ფული, კეში. იმიტომ რომ საქართველოს ჭირდებოდა კაში, ბაში როგორც რაც შეეხება იმას. პუტინი და მედვედევი გინახიათ თქვენ ბრძოლის ველზე? თქვენ აქ ეს ხოლოდ ძალიან ტვინ მოგრეცილა და მე ბოდიში ვხდით, ჩემზე არ არის ლაპარაკი. თქვა შეუძლია თქვას რომ ეს არის რამე სივრცეს გამოხატულება. ყველგან სადაც უცხოეთში კადრები აჩვენეს და მე ვყოფილობ მათ შორის ვიდეო, მითქო, ვაუ, ნახე როგორი ის არის, რა ქვია. აქ ეს არის ყო ასე ვთქვა შეშინებული თავარსარდლის თქვენ ესე ფიქრობთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმარო. მე ვიყავი მოვლენების შოკოს თელი ეს პერიოდი. მაშინ ჩვენ ვიყავით სამიზნე ყველგან და მას შემდეგ მე ვარ სამიზნე ყველგან. მას შემდეგ პუტინმა რომელიც დაიფიცა რომ მე მომკლავს. პუტინმა რომელიც დაუმიზნა რაკეტები მიტინგს. ყველგან სადაც ჩვენ ვიყავით, ყველგან სადაც საქართველოს მთავრობა იყო. საქართველოს 21 წელს შემოვიდა ბევრად უფრო პატარა რუსული არმია. მე-11 არმია იმას შედარებით რაც იყო 58 არმია და იყო პატარა ცირესი, სუდად შეიარაღებული შენაერთი. საქართველოს მთავრობა დატოვა ჯერ თბილისი, შემდეგ ქუთაისი, შემდეგ ბათუმი და შემდეგ თქვა ცოტა ხეთ გავარდა, აღარ დაბრუნდა. ჩვენ ერთადერთი გზა გაგუხსნეს რუსებმა. ეს იყო თბილისის აეროპორტისკენ და გვითხრეს რომ წადით, გაიქეცით თქვენი სამოყვარგარში. შემოგვითვალეს ბევრი სხვადასხვა წყაროთი, მათ შორის უცხოელი დიპლომატებით. არც ერთ ადამიანს არ მოუწვია ფეხი. გვეუბნებოდნენ რომ ისკანდერები იყო დამიზნებული საპრეზიდენტო სასახლეში და ეხლა ვიცით დადასტურებოდ რომ ასე იყო. არც ერთ ჩვენგანს არ მოუწვია ფეხი. ჩვენი ციცოცხლე ეკუთვნის საქართველოს. ჩვენი და მე მინდა უთხრა გუშინ მყავდა გიორგი ანწუხელიძის ბავშვები. მართლა ისეთი საყვარელი ბავშვები მივხვდი რატო იყო ეს ბიჭი ესეთ გმირი მართლა. და ძალიან ცოცხალი ეს პატარა გოგო ეს 4 წლის ანა რომ ეს ფილტვი ნუ დედამისის 7 თვის ფეხი მიიღო ეს რომ მოხდა მაკა და ესე იგი და ფილტვი ქონდა შეკურშუ ძალიან ავად იყო ეს ბავშვი თავი და მაგრამ ეხარი აი სიცოცხლე ორი სიცოცხლე მართლა საოცრებად ძალიან ისეთი ძალიან ხარტი ბავშვი და სანამ პირში სული მიდგას მინდა უთხრა მათ რომ ვიბრძოლებ სამცალ უნდა მდიოს ყველაზე მთავარმა მაფიოზმა ალბათ სოფლიოში რომელსაც გამოცხადებული აქვს რომ მე ფიზიკურად გამანადგურებს ამას მნიშვნელობა არ აქვს მე შეიძლება გამანადგურონ კიდევაც მაგრამ საქართველოს იდეას ვერ განადგურებ საქართველოს თავისუფლების იდეა მე არის ის რაზეც ყველა ქართველისთვის ღირს ბრძოლა დღეს ვინც გვიქაგადებს იმას რომ ჩვენ უნდა დამპყრობეს გაუწვეთ იმიტომ რომ დაც ბაბაია უნდა უძახო და უნდა თქვათ რომ არა ნუ არა პრინციპში რა მოხდა პუტინმა თქვა რომ ერთი ადგილი ჩამოკიდებს იმას მაგრამ შეიძლება არ არის ცუდი კაცი გენერალ გრაჩოვი ჩავიხუტეთ ყოცნეთ ვეფერეთ მოუნათლეთ კიდევაც თბილისში და რა მერე ასე რომ კარგით ამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ახალ მთავრობის ქმედებებზე მე ალბათ მოკლე კიდე შევეხები თუმცა მინდა სხვა საკითხებზე გადავიდე მით უმეტეს ეს ბოლო დღეებია ძალიან აქტუალური გახდა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენები ამაზეც კითხავთ მაგრამ მინდა დავიწყო ასე ვთქვათ მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის და ჩემი გადაცემის იმით რომ რა მოხდა თურქეთში პირველი მარტივი კითხვა მინდა დაგისვათ რა შეგემთხოვთ იმიტომ რომ მოხვდით კლინიკაში და იყო სხვადასხვა ვერსიები ოფიციალური ინფორმაციით თქვა რა მოხდა აგერ მაგ დადებული ბევრი ნაკერი ხო ანუ რა შეგემთხოვთ იყო ეს რა მართლა ავარია საკუთო მანქანასთან არანაირ სატვირთო მანქანა ჩაოლებრად სოფლის შარაგზებზე გამოვიდა ამას ვაკეთებ მუდმივად მათ შორის იქ ყვარელში ტბაზე ძალიან მაგარი საველოსიპედის ტრასაა და ყვარელში საერთოდ 35 კილომეტრი ველოსიპედის ტრასაა ბათუმში ძალიან დიდი ტრასაა არ ჩათვალოთ რომ ჩემთვის გაკეთდა ეს რა თქმა უნდა გაკეთდა ყველასთვის მინდა რომ ხალხმა ამით ისარგებლოს და მე როცა მივდივარ ამ ჩემი ველოსიპედი სპორტული ველოსიპედი სადაც 35-40 კილომეტრის სიჩქარეზე ვარ ვითარებ almost ჩავარდა უბრალოდ და კიდე კარგი მეკეთა კარგი შლემი და მან დამიცვა მაგრამ ნუ მაგრამ მინდა თქვა რომ ხოჩოს ეხა თურქეთში რო ვიყავ საავადმყოფოში ძალიან შემშურდა საავადმყოფოში მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩვენ ამ დონემდე პრაქტიკულად მისულ მივდიოდით რა ეხა ეს მაგალითად საპრეზიდენტო პროგრამით დაუფინანსე მე ესეთ მენჯის პროტეზები მაგრამ აი ეს სკინები რომელიც მე ჩამიყენეს ჩვენი დაზღვევით ჯერ კიდევ არ იფარება იმიტომ რომ ეს დღეს სადაც 1500 ლარი ჩვენთან ჩვენ დაზღვევ ფარავს სადაც 1000 ლარამდე მოტეხილობას. არა და ამაზე ყურადღების გამახვილ მე ხა ძალიან შეშფოთებული ვარ იმით რაც ქვია რაც ხდება საერთოდ სამედიცინო სექტორში ძალიან შეშფოთებული ვარ და ამიტომ ღირს ამაზე მეტი ყურადღების მიქცევა ზოგადად. თურქეთში იყო წარმატებული ვიზიტი და ხა რატო ხონდა ხარ მოხსნილი ხარ ხონდა მაგრამ ვიღაცამ თქვა თავი მოგჭრა ველოსიპედზე იჯდა. ხო ველოსიპედზე არც ხედან მარტო
ძალიან ჩამორჩენილი ქვეყნის ლიდერები და ჯორჯ ბუშთან ერთად ველოსიპედით მივლია ამერიკაში მის ბაზაზე, სამხედრო ბაზაზე ვაშინგტონთან დიდხანს. ნატოს გენერალ-მდივანმა ასევე ზუსტად იმ ვითარებაში მოიტეხა ხარი, აქ იყო ჩამოსული და მას ეკიდა ჩემგან განსხვავებით. ასე რომ სოფლიოს ბევრი ლიდერი ამ ტრანსპორტით სარგებლობს და ყველას მოუწოდებს, რომ ისე მით უმეტეს ჩვენთან დასავლეთ საქართველოს საერთოდ მე ნაწილობრივად წარმოშობით, ეს არის ჩვეულებრივი გადაადგილების საშუალება. ვიწყობ სამტრედიაში, აბაშაში, ყველასთვის არის ცნობილი გაბრათხვევები, რომ სამტრედიაში ყველა ოჯახში ერთი ველოსიპედი არის, ესევე აბაშაში, ესევე სხვა ადგილებში. კარგი, ეხლა მინდა მთავარ თემას შევეხო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამ ინტერვიუს დროს ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს და საერთოდ ამ შეკითხვის დასმასალოდება ჩემგანაც, იმიტომ რომ ომის შემდეგ ამ ორ დღეში ესეთი განცხადება გაკეთდა, გავრცელდა წერილი დათაახალა ეს სახელით, რამაც უკვე პოლიტიკურ ნაწილში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში მინდა კითხოთ, ეს სკანდალური მიმართვა, რომელსაც ადვოკატი ადასტურებს, თქვა, განიხილავთ ალბათობას, რომ ამ წერილში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები იყოს რეალური და ზოგადად დადასტურეს, რომ ეს მართლა მისი წერილია. მე ნამდვილად არ მჭირდება ამ თემებზე ზედმეტი კომენტირება, არა იმიტომ რომ არ მინდა ამ კითხვას გავეკეთო, უბრალოდ რეალურად რო ველაპარაკოთ, რაც შეიძლება მოძრაობა ეს არ არის პიროვნებების უпростоოდ ეს არ არის პიროვნული ურთიერთობების აგებული ჯგუფი. რაც შეიძლება მოძრაობა ეს არის პრინციპების გარშემო არსებული გაერთიანება. იქ ადამიანები მოდიან, მიდიან, ჩხუბობენ, წასულან გაბრაზებულ რაღაცას მოუყურებთ, ეს მოხდა, ეს მოხდება მომავალშიც. ანუ ვინმე მიდის, იმიტომ რომ სულ არის საუბარი, რომ გარკვეული ყველა შესაძლოა ნაჩვენო მოძრაობაში. ჩვენიერმა ნახეთ ბოლო კონსტიტუციური კენჭისყრისას, რომ თელი ეს ლაღბობა და ბაკიბუქი, რომ კიდე 7 კაცი, 10 კაცი ვერავინაც ვერ წავიდა და ვერავინც არ წავიდა. ეს არის ძალიან შეკრული ჯგუფი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს შეკრულება ეფუძნება არა ფულს, არა სხვა რაღაცა, არა ერთმანეთის გატანას ეგრეთ წოდებულს რაღაც მაფიოზურს. ეს ეფუძნება პრინციპების გარშემო ერთობას. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ახლა ხო რაღაც კითხვა კიდევ? ხო, აი დათაახალა ესთან დაკავშირებით მინდა მეკითხა, ქონია თუ არა მასთან კომუნიკაცია, რაც ის წავიდან იგივე ამ წერილის შემდეგ და თქვა, რო დადასტურდეს, რომ ეს წერილი მისია საბოლოო, თუმცა ამბობენ, რომ სწორედ მას ეკუთვნოდა, შეიძლება რამე შედეგები გამოიწვიოს პარტიაში. არ ფიქრობთ, რომ რაღაც შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს. რაზეც აქამდეც იყო საუბარი, თქვა თავად რომ კენჭისყრამდეც ითქვა ეს. არ ქონია კომუნიკაცია, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიძლება ორჯერ და სამჯერ ყავს სუნანახი, ისიც აი ეს სხვადასხვა ჯგუფში და ასე შემდეგ. ასე რომ მე რაღაც ჭიდრო ურთიერთობები გამი რა შეეხება მის მას ახლა. ხო, აი ბაჭო თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის. ესეც მაინტერესებს უკაცრავად და მოგცემ საშუალებას რომ მიპასუხოთ, თუ იყავით ინფორმირებული იგივე ბაჭო ახლა როდესაც ჩაბრუნდებოდა საქართველოში. არა. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ეს თავისუფალი ადამიანი იყო და მის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე შემდეგ რაღაცა მინდა გითხრათ. რა შეეხება ძალებში ამ წლებში გაკეთდა ძალიან ბევრი მაგარი რაღაცა. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ასე იყო თუ იყო პიროვნებებზე, კიდევ ერთხელ რომ პიროვნებები გავდოთ გვერდზე, არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნები შეიძლება დააშავონ კიდევაც, შეიძლება კარგებიც იყვნენ, ეს მეც მეხება, აქ ამაზე არ ვლაპარაკობ. შეერღებო ძალებში. მოხდა გორის ბაზა, რომელიც აგვიფეთქეს მიწასთან გაგვისწორეს. უმოკლეს ვადებში აღვადგინეთ. ძალიან ბევრი ახალი ტექნიკა შემოყვეთ და ჩვენი ტექნიკა შევქმნით. ამიტომ ეხლა როდესაც მე მინდა ამ თემაზე ასევე მივაბა ის, როდესაც ამ ითქვა, რომ რაში გვჭირდება ჩვენ აღლუმი? მოდი, ხო, რაზე გვჭირდება ჩვენ აღლუმი? რა გვაქვს ჩვენ საჩვენებელი? რომელი ახლა დიდი ჩვენ ქვეყანა ვართ, რა გვაქვს საჩვენებელი? ჯერ ერთი. როგორ არა გვაქვს საჩვენებელი? აი აღიარა თავდაცვის მინისტრად, რომ ვიჩქარეთ ლაზიკას და დიდგორის შეფასებისას. მე ძალიან ვამაყობ ამ საბრძოლო მანქანებით. ეგ ლონდონში იყო სხვა თვალწინებ გამოფენაზე და საერთოდ ამ პარლამენტები მაგარ შეფასებას იმსახურებს. ძალიან მაგარი მანქანები. მაგრამ ის რომ ცარიელ ადგილზე შევქმნით ეს ბოლო წლებში. საქართველოს შექმნა ხალხო. როგორ არა გვაქვს საამაყო? თქვენ და როცა ლაპარაკობთ ჯარზე, ჯარი არ არის პიროვნები. ჯარი არის მთელი ჯარი ყოველი წელი ემზადება აღლუმის. აღლუმი არის შენი ეს არ არის ეს აღლუმი როგორც გონიათ ზოგიერთს რომ აი საბჭოთა დროს რო იყო საბჭოთა კავშირის დროს ხა თქვენ პატარა ხართ ამაში ალბათ და მე დავდიოდი სკოლაში ვიყავ მარშრუტკებზე. ეს მარშრუტკებზე მივყავდით, გავყრიდან, იქიდან გამოვიპარებოდით ხოლმე, ესე კვირაობით ვემზადებოდი რომ გაგველო ტრიბუნის წინ დროშა და გოქნია პარტიული ლიდერები. ერთხელ ბრეჟნევი ჩამოვიდა და იქ საერთოდ სისხლი გაგვიშოს. მახსოვს ვაჟებშავით წინ და უკვე დაგვატარებდნენ ცხენებივით და ბოლოს თან გვაცენდნენ გაკვეთილებს და ბოლოს როცა აღლუმზე უნდა გავსულიყავით და ბრეჟნევი ჩამოვიდა, თქვენს რომ კარგით ეხა ბრეჟნევს დიდხანს ვერ იდგება ფეხზე. და მარტო მაღლები დავტოვეთ რომ მე ეგრევე ჩავდაბდი რომ გავეშვეთ სახში. არ მინდოდა ცოცხალთავით ბრეჟნევის ნახო. ამას რატო გავიხსენ რომ ეს არ არის ის აღლუმი. ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ეს არის ომის მდგომარეობაში ყოფი ქვეყნის ომის რომელიც არის ღირსების მატარებელი, რომელიც არის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. როგორ შეიძლება ქვეყანა რომ ჩაიბარებთ 26 მაისს თქვენ ამაღლებს ჩატარდა. მე ხო ჩვენ ხო ვიცით მათ თქვენს რომ აღლუმი ჩვენ არ გვინდა
იმიტომ რომ ფული არ აქვს, მაგრამ 5 მილიონი პარლამენტზე მოდის ხო გამოყავს ეგრევე. ამდენი მანქანა ვიღეთ, მანქანების მეტი რა დავტო, იმაზე მეტი ქონდა სამწუხაროდ ნაკიდი, ისე გჭირდება. მანქანა მოიცა და არა რა მინდა თქვა. ეხლა მოდით, ნუ თამაშობთ საბავშვო ბაღის თამაშებს. გამოაცხადეს ხო გვაკრიტიკებთ რომ ტაშფანდური და რაღაცა. 12 რეგიონში ერთდროულად კონცერტი. ესეთ რამე ჩვენც არ მოგვსვლია არასდროს აზრად. ესე იგი ამ მასშტაბით როგორც ისინი გეგმა ბოდიში, მაგრამ საუბარია ჩვენ მარტო ეთნოგრაფიული ერთობა კი არა ვართ ერი. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივი ერთობა. ჯარი ამ სახელმწიფოებრივი ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა წაგიკითხოთ უბრალოდ არის ესეთი კემულარია, შემთხვევით მივიღეთ Facebook-ზე ჯარისკაცი ავღანეთში ავთანდილ კემულარია სერჟანტი. და უბრალოდ ჩემ Facebook-იდან მინდა წაიკითხოთ ერთი ფრაზა ეხა ბევრს თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა ეს ფრაზა. საქართველოს ისტორიაზე ლაპარაკობს და აქ დავძენ ბოლოს წერს, რომ შეერაღებული ძალების ძლიერებისთვის თავარი მაინც მე უფრო ჯარისკაცების ღირსება და თავისუფლება გონია, რისთვისაც იბრძოდა ადამიანის მოდგმა ათადა და ბადბავდან მოყოლებული. ამიტომ მინდა თქვა ხო ვიცით რისთვის არ მართა თან ხო ერთი აღლუმი ჩაგუშაშ 2009 წელს მიტინგებით რატოღაც ებრძოდა სახელმწიფო სიმბოლოებს 2012-11-ში ბურჯანაძე მოინდომა თავის ჯგუფით ზუსტად იგივე ხო ზუსტად არაფერი კონკრეტულად მოინდომა აღლუმის ჩაშლა აღლუმი არის სახელმწიფო სიმბოლო გამოიცვლებიან პრეზიდენტები პრემიერები ყველა წავა მაგრამ აღლუმი არის მარადიული რაღაცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოების ჩვენი მებრძოლიერის ქართველები მეთაურობდნენ არმიებს ეხლა ეგვიპტეში ვიყავ მამლუკების სპარსეთის ამერიკის არმიას ხელმძღვანელობდა 10 წლის წინ ბოლოს და 15 წლის წინ ქართველი გენერალი პოლონეთის არმიას ეხლა პოლონეთში სუახსოვთ ხო ესა ფინეთში იყო რატო ვიდახეთ ეხლა ჩვენ ქვეყანაში გვაქვს არმია ჩვენ ქვეყანაში ვქნით ამ საოცრებას ეს არის მართლაც ისტორიული პროცესი როგორ შეიძლება ამას პატივ და მე როხან მათ პრობლემა აქვს ჩემი და მოდი თქვათ რომ მათ აქვს ჩემი პრობლემა ხო ვაცხადებ სრული მასუზე ფულიც აქვს და ყველაფერი მოვაჩვენოთ ამ თამაშებს გზად ვარ იმ დღეს წავიდე ავღანეთში და ამ მცირე ჯგუფთან ჩვენ ჯარის კონტინგენტთან შევხვდე იქ და მოკედეს არ ჩავიბაროთ ჩაიბაროს თავდაცვის მინისტრმა ჩაიბაროს გეშტაბის უფროსმა თავრობის წევრების ადგერიქა ყველა მაგრამ ქართულმა ხალხმა ჩაირო გაატარონ ჯარი ჯარისთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი რომ მასწავლენ პატ ეს არის ის ჯარი კიდევ ერთხელ რომელიც გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრივი 2008-ში დღეს ვიძახეთ თუთიყუშებით ვიმეორებ წაგებული ომი წაგებული მე მაშინ რატო ზივარ დღეს აქ რატო ფრიალებს ხუჯურიან დროშა რატო არის რომ საქართველოს მაინც მიდის ნატოში და ევროკავშირში რატო ავაშენეთ ამდენი ახალი რაღაცა თუ დამარცხებული და განადგურებული ქვეყანა ვართ დამარცხებული განადგურებული მე ვით მახსოვს კარგად როდის ვიყავით 92-13-ში როცა ყველაფერი უსამე ჩაიგდეს ხაში ყველა კონტროლის ბერკეტი შევარნადე მუხლებზე მიჩოჩდა იქ ელცინთან რომელიც მე მითხრა თვითონ რომ ვერ ვიტანდი შევარნაძესო და საერთოდ და მაინც გადავარჩინეო იმიტომ რომ მაინც უკვე ჩვენი ყველაფერი გავინახდეთ ეს ყაზახეთში მითხრა ბოლოს რომ შევხვდი მიხოხდა აი მაშინ მართლა ვიყავით დამარცხებული ქვეყანა ჩვენ დამარცხებული ჯერ არ ჩვენ შეიძლება დავმარცხეთ დღეს თუ ჩვენ დავადგებით კაპიტულაციის გზას თუ ჩვენ იმის კი არა რომ ღვინო არ გავყიდოთ ღვინო კულტურული ურთიერთობების დამყარება ლავრმა თქვა რომ სააკაშოს დაიჭერთო კულტურული ურთიერთობების აღვადგინო ალბათ გამოაგზავნეს წითელი არმიის გუნდს სამ და იმას რა ქვია ის რა ალექსანდროვის თუ რა ქვია იმას და გვიმღერებენ აქ რეაბინას ან ამეგეთ სიმღერებს ჯარში ვიყავი და ვიცი ალბათ ეგ არის მაგრამ ეგ არ არის საშიში არის ის რომ მოვაწეროთ ისეთივე ხელშეკრულების ხელი როგორცაც შევარდნეთ მე 94 წელს საშიში არის ის რომ დავიჭიროთ ჩვენი ოფიცრები რომ ოპერაციები რატო განახორციელებთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისტების წინააღმდეგო გამოაცხადოთ ჩვენ ამზადებ ტერორისტებს გამოაცხადოთ რომ საქართველოს ხელმძღვანელობა სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობს ჩვენ გამოაცხადოთ და ხვალ და ზეგ დომინიკის რესპუბლიკიდან დაწყებული ვანუატუთი, ფიჯით და საბოლოო ჯამში გერმანით, ბელარუსით, ჩეხეთით ასე შემდეგ დამთავრებული ყველა მაგიაროს აფხაზეთს მაშინ ჩვენ მართლა დავკარგავთ ტერიტორიას და ბოდიშა მარტო ესა ჯავახეთი, ჩახალიანი, ეხა ჯავახეთში დღეს კიდევ კარგი არ არის ეს სიტუაცია, მაგრამ თხილად უნდა ვიყოთ. ხო, ვიცით რომ რუსეთი აღარასდროს აღარ გვაპატიებსო. ჩვენ რუსეთმა ერთი რამე დაინახა. პოლონეთზე რაც ხდება დაანახული. პოლონეთზე ხონდა დაანახული, პოლონეთს შეუძლია შექმნა სახელმწიფო და ამიტომ ვიძახოთ რომ პოლონეთი თბილისის ნახევარი არის პოლონელებსა შემ რატო იქიდან მოყავდათ ის ამ ველურ კავკასიაში რაც არ უნდა აშენო პრობლემა არ არის იმიტომ ეს ხალხი მაინც ვერ შეხვდათ ეხლა თქვენ იცოდეთ რომ რუსეთი თუ როდესმე ისე მთლიანად ჩაგვიდო ხელში ის აღარასოდეს აღარ გაგვახარებს მარტივ მომრავლებას დაგშვირს იმიტომ კი არა რუსოფობი ვარ მე მინდა რომ რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ მინდა რომ ბევრი პროდუქცია გავყიდოთ მინდა რომ საქართველოს კონდეს ნორმალური ურთიერთობა ყველა მეზობა და მათ შორის ასეთ მეზობებთან რუსეთთანაც კარგი მე მაინც უნდა დაუბრუნდე თქვენი პარტიის შიდა ასე ვთქვათ საკითხებს იმიტომ დღეს ესეც საინტერესო იგივე დათარხალა ეს მიმართვას და კითხოთ შესაძლოა თუ არა გამოიწვიოს შიდა დაპირისპირება ამა როდესაც ვთქვათ იქ საუბარია კონკრეტულად ერთ პიროვნებაზე ანუ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივან
ვანო მერაბიშვილზე დათაახალა ეს მხრიდან და თან ამ ფონზე სახელდება ის რომ ვრცელდება ინფორმაცია შესაძლოა ვანო მერაბიშვილი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. იგივე თქვენი გუნდის წევრებმა დაუკავშირეს ამ ყველაფერს 19 აპრილის მოსალოდნელ აქციას, თქვა მთავრობის მხრიდან ერთგვარ შიშს ამ აქციის ეს მიმართვა, რომელიც კიდევ ამბობ, თქვა ადვოკატი ადასტურებს, რომ დათაახალა ესეა. მოდით პირველ რიგში ჯერ პარტიაში დაპირისპირებაზე ვთქვა, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მსგავს მიმართვებს. მე არა მხოლოდ ვერ ვხედავ ამ დაპირისპირებას. თქვენ ხო ნახეთ, რომ თავარი რის გამოც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასწაული მოხდა წინა წლებში საქართველოში. შეიქმნა სახელმწიფო მოღვაწეთა დიდი ჯგუფი, რომელმაც თქვა, რომ ჩემი პირველი ამბიცია ხარ, მიასე ხარისხოვანი, რომ ჩვენ რაც უნდა მოხდეს ვართ ერთად. იქნა ვიღაცა გამოაყდა მიემატა ეს ასე ხდება განახლების პროცესი ნორმალურია, მაგრამ არ მოხდა ეს ჩვეულებრივი ქართული მრავალსაუკუნე ისტორია ერთმანეთის დაჭმის, ღალატის, გურჯებში მოღალატეები და დაპირისპირება ძალიან ადვილი საპოვნიაო. ჩვენ ლიტერატურას გადახედეთ, კარგად ჩანს გურჯაში მოღალატის პონას რა უნდაო და ასე შემდეგ. ხო, ესე იყო. ასე რომ და ციხე ყოველთვის შეგნატყდებოდა. ამიტომ დღეს შესაძლოა დათაახალა სხვა ესეთი წევრები მიყვნენ. მე საერთოდ არ მგონია რომ ის კაცი საერთოდ ნაციონალ მოძრაობის აქტივისტი იყო ჯერ ერთი უკვე ეს იყო ვარდების რევოლუციანი მე აღარ ყოფილა და ახლა ეს გულისხმობ რა თქმა უნდა არ ყოფილა არასოდეს აქტივისტი და უბრალოდ რევოლუციის შემდეგ ეს ერთი და მეორე ერთი პოლიტიკური პროცესი დღეს მიდის პარლამენტში ის არის გამჭირვარი ძალიან მაგარი ჯგუფია ძალიან მაგარი დებატები ძალიან მაგარი ახალი ვარსკვლავები არიან მართლა ძალიან მომწონს გოგიტა ვაშაძე, დათო საყვარელიძე, სერგო რატიანი, ზურა ჯაფარიძე, ძალიან მაგრები არიან აკომინაშვილი, ჩიორა, ყველა რომელიც ჩემ არ მინდა ვინმეს ვაწყენინო ხა, ყველა ხო და მე იმედი მაქვს უმრავლესობაში საბადანთან დაიკრისტალდება ის რომ გამოჩნდება ხალხი ვისთანაც საგნობრივი განხილვა შესაძლებელი იქნება და არა უბრალოდ ის რომ ჩვენ ესა თქვენ და ყველა დასაჭერები ხართ გაჭრილი ხა. რამდენიც უნდა უძახო ხა გოგიტა ვაშაძეს და სერგო რატიანს რომ დასაჭერები არიან ხა სერგო რატიანს შეიძლება ხელი გაიქნიოს სადღაც მაგრამ რეალურად ხო ვიცით რომ ეს ხალხი არის კრისტალურად სუფთა. ნაციონალურ მოძრაობაში ხდება განახლების პროცესი. აი სწორედ ამაზე კი კითხებოდით. ამაზე სულ საუბრობენ რომ განახლების პროცესზე შესაძლოა რაღაც გადანაწილებები მოხდეს. გადასანაწილებელი ვერც მოხდება, იმიტომ რომ ორად გაიყოს და დაიშალოს ან ასე შემდეგ. ხო ნახეთ რომ ყველა გამოცდას გაუწყვე. ამაზე მეტი რა უნდა მოხდარიყო. არჩევნების ამ შედეგის შემდეგ. არჩევნების ამ შედეგის შემდეგ საქართველოში ყოველთვის ყოფილი მართველი პარტია ქრებოდა ხოლმე. შევარდნაც პარტია ისე გაქრა, რომ სადავორთქდა ისიც ვერ ვიპოვეთ კვალი, ხო? ერთ ნახევარ საათში. ბოლოს საპარლამენტო განხილვა ნათლად აჩვენა. ისევ როგორც ბევრ ადგილზე წაგავითარა პროცესებმა საქართველოში შეიქმნა ძლიერი ოპოზიცია. ეს არის კარგი მთავრობისთვის. მე ვნანობ, რომ ჩემი მთავრობის დროს არ იყო ძლიერი ოპოზიცია. მართლა ვნანობ ამას. იყო ეს ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რის გამოც შესაძლოა. ეს ბუნებრივად ძალიან ბევრი გისაუბრიათ ყველა 2008 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ აიფეთქა თავი, იმიტომ რომ მანდატები დახია, მაგრამ ზოგიერთ ჩვენგანს გაუხარდა, მე არ გამხარებია, იმიტომ რომ მე ამას მივყევით ჩვენც, რომ გამოჩნდა, მაგრამ თავი კი არ აიფეთქა, აფეთქა პოლიტიკური სისტემა და ესე იგი უმრავლესობასაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ასე რომ ეს ასე იყო. ეხლა მოხდა სასწაული, რომ შენარჩუნდა ძველი მთავრობა და როგორც მე პირველი გამოსვლაში თქვი ყოველ რომ ჩვენ მიდივართ ოპოზიცია, როგორც ოპოზიცია. ყველა მთავრობას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ამიტომ ეს არის ჩფურულები ნორმალური პროცესი. რა თქმა უნდა განახლება სულ იქნება, იმიტომ რომ ეხლა იმდენი საინტერესო ახალგაზრდა ჩანს, პოლიტიკა კეთდება, ხო, ახალგაზრდებსაც დღეს წდება საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი. დღეს წდება საქართველოს სუვერენიტეტის იმ საკითხებს, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა. ეს საკითხები დღეს წდება. აქედან 2 წელიწადში და 5 წელიწადში კი არა. ეს მართლა ის კი არა, სადღაც ავტობანის გაყვანა. პროცესს მინდა კითხოთ, რადგან ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური გზა. ხო, სწორედ რაღაც ევროპული არჩევანი იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამ აქციის, თუმცა ეს დღევანდელი წერილიც მე უკვე გითხარით, რომ 19 აპრილს დაუკავშირა თქვენი გუნდის წევრებმა და ვახსენეთ წეღანაც, ამიტომ ამაზეც მინდა კითხოთ, რომ ითქვა ესეთი რამეც, რომ შესაძლოა 19 აპრილს დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატი ამ მიტინგზე. ითქვა, რომ შესაძლოა ეს იყოს ვანო მერაბიშვილი. თუ აქვს გადაწყვეტილება პარტიას მიღებული, ვინ იქნება კანდიდატი? მე ნამდვილად ხა დეტალებში მიტინგის არ ვაპირებ შესვას, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, არა ვარ ბევრი მიზეზი. რაბოლოდინები გაქვთ, მაგრამ იმიტომ რომ პრეზიდენტის ფუნქცია ეს არ არის და არ უნდა იყოს, მაგრამ თავი რაც არის, რომ მიტინგის ფუნქცია მე ასე მგონია, რომ არსად არ არის პარტიული ამოცანების გადაწყვეტა და კანდიდატების დასახელება და ალბათ არავინ არ ამცირებს ამას, ხო? როცა იქნება საპრეზიდენტო კანდიდატების საკითხი, ჩვენ ვართ ძალიან დემოკრატიული პარტია, ბევრი სხვადასხვა კანდიდატი იქნება, ერთიც იქნება, მეორეც 10, შეიძლება იყოს 20 კანდიდატი შიგნით. მე როგორც ამაზე არაერთხელ ითქვა თვითონ პარტიამ თქვა და მეც მოსმენილი მაქვს მათგანაც და მეც მაქვს ნათქვამი, რომ იქნება ეგრეთ წოდებული პრაიმერისი
იქნება აი თქვენ სტუდიაში მოვლენ სიტყვაზე. მე სიამოვნებით 10 კანდიდატი პრეზიდენტობის ნაციონალურ მოძრაობის და ერთმანეთს ელაპარაკებენ მათ შორის წარსულის შეცდომებზე, მომავლის გეგმებზე, უნდა იყოს გამჭირვებული. ანუ შევთანხმდით რომ ეს პრაიმერი შესაძლოა ამ მე ამაში არ მონაწილეობ მაგრამ როგორც პარტიის თავმჯდომარე მე ამას სიამოვნებით შევუწყობდი ხელს. რომ პირდაპირ ეთერში გაიმართოს ეს პრაიმერი. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს გამჭირველი პროცესი. და არა ის რომ ვიღაცა სადღაც ჩაიკეტა, გაკეთა. ვანო ძალიან ღირსეული ადამიანი. ძალიან. აქ საუბარი ამაზე არ არის, აქ არის პროცესი და ამას ეს არის მისი ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ვანო. ანუ ის ბრალდებები რაც გაჟღერდა თქვენ გამორიცხავთ რომ რეალობასთან ახლოს იყოს. ამაზე ლაპარაკი ხარ. კარგით. არასერიოზულია უბრალოდ. კარგით. და ეხლა გამჭვირვალობაზე საუბრობდით, თუმცა ამაზე მოდი მე გითხავთ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ბრალდება მინდა გითხოთ, რომელიც გაჟღერდა 2 დღის წინ გამოძიებაც დაიწყო და არის საუბარი, რომ აპარატურის უკანონო გატანის და გამოყენების თაობაზე იწყება გამოძიება. ეს არის სპეციალური კავშირების სააგენტო, რომელიც 5 ოქტომბრიდან გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში და აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ გამოითქვა ეჭვები, რომ თქვენი დაცვის სამსახურის მიერ შესაძლოა ხორციელდებოდეს დღემდე უკანონო მოსმენები. რას უპასუხებდით ამ ბრალდებებს და რატომ გახდა ამ სამსახურის გადატანა პრეზიდენტის დაცვის სამსახურში სავალდებულო არჩევნების შემდეგ? ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ პრეზიდენტის დაცვის სამსახური აღარ არსებობს. ამიტომ სახელმწიფო დაცვის სამსახური არის პრემიერ-მინისტრის ყოფილი დაცვის თანამშრომელი არის მისი უფროსი. მათია ეს. მათია და თუ სადმე გადაიტანეს ერთი უწყებიდან თავის გადაიტანეს მეორე. მეორე დაიჯეროს. ადმინისტრაციის შენობაზე აქვს საუბარი პრეზიდენტის. სახელმწიფო დაცვის სამსახურია ამ შენობაში და ეს არ არის ჩვენი სამსახური. ეს ერთი. მეორე დაიჯეროს ხალხმა, დაიჯერეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ არა ვართ ხელისუფლებაში. აღარა ვართ ხელისუფლებაში. და რო აღარა ვართ ხელისუფლებაში, ამის ყოველთვის ხედავთ გაჩერებულ პროექტებზე, ძალიან ბევრ იმაზე, რაც ჩვენი კურსის ნაწილი იყო, დაკარგულ სამუშაო ადგილებზე, სანდაცვის პრობლემებში, ჩვენ ამას ვხედავთ, სხვა რაღაცებს შეიძლება ვიღაცამ ბევრმა დაუმჯობესებას დაინახოს, მაგრამ ჩვენ ყველა თავის კუთხით უყურებს. თქვათ ის ხალხი, ვინც გამოუშვეს ციხიდან, ალბათ აღებს აღიქვას ძალიან პოზიტიურად, ის 10,000-ზე თუ რამდენიც არის გამოშვებული, ჩვენ აღარა ვართ ხელისუფლებაში. ჯერჯერობით. უკვე აღარა ვართ და ჯერჯერობით არა ვართ. ამიტომ ხარ შეუძლია მოსმენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მუდმივად იქნება საქართველოს ჩამოყალიბდეს სრულ მასშტაბიან დემოკრატიად, უნდა მოხდეს მთავრობის რამდენჯერმე ცვლა. მე ფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ორგანიზებული პარტიაზე ადრე თუ ადრეში. ეს ხო დამოკიდებულია მთავრობაზე. ამ კონსტიტუციაში არის ჩადებული ბევრი მექანიზმები. სადაც შეიძლება ადრესს დათხოვნა პარლამენტის თქვენ მე ამის მაგრამ თქვენ იცით რომ მე ამას არ ვაპირებდით თქვენ იცით რომ ეს უფლებამოსილება გადავეცით ამიტომ მე ამის პროგნოზირება მე ჩემს საპრეზიდენტო ვადაში ამას თქვენ ამის უფლებამოსილება დაგრჩათ არა ჩემს საპრეზიდენტო ვადაში მე ამას გამოურიცხავ პრაქტიკულად და შემდეგ პარლამენტში როგორ გაალაგდება ძალები ვინ როგორ გაკეთებ ეს არის პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არის ეს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტებს აქვს 4 წლიანი ვადებიც, აქვს 2 წლიანი ვადებიც, აქვს 3 წლიანი. გააჩნია როგორ დაალაგდება შიგნით სიტუაცია. მთავრობასთან არ ურთიერთობა ბიუჯეტზე მოელაპარაკებენ თუ არა ყოველ წელიწადს პრეზიდენტს რა დისპოზიცია ექნება. ბევრი ფაქტორი პრემიერი როგორ მდგომარეობაში იქნება, ბევრი ფაქტორი არის. რის გამოდაც ეს შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს. ამიტომ ეხლა მე ნამდვილად აქ ვანგა არა ვარო, ეგ ვიმკითხაო ასეთ თემებზე, ხო? თუმცა თქვენ ძალიან ხშირად აკრიტიკებთ მთავრობას აი ამ ინტერვიუს დროსაც ხო ძალიან ბევრი კრიტიკა გაისმა. ამ ფონზე მაინც მინდა გითხოთ თქვენ როგორც პრეზიდენტ, მხოლოდ ნეგატიურ ნაბიჯებს ხედავთ თუ შეგიძლიათ რაღაც პოზიტივების დაასახელოთ, იმიტომ რომ თავად თქვით რომ ეს ხალხის არჩევანი იყო, ახალი მთავრობა მოვიდა ამ არჩევნების შემდეგ და ნუ თუ პოზიტიურს თქვათ ვერაფერს ვერ ხედავთ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. მე უსურვებ საქართველოს ნებისმიერ მთავრობას წარმატებას. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია როგორც მოქალაქის, როგორც ორი შვილის მამის. რომ საქართველოს მთავრობამ ნებისმიერმა მთავრობამ, როგორი რიტორიკაც არ უნდა ქონდეს, როგორი სხვადასხვა ფასეულობების მატარებიც არ უნდა იყოს, არ შეწყვილოს საქართველოს პროგრესი. და რაც თავარია, არ ჩამოშალოს საქართველოს სახელმწიფო. ამიტომ ეს არის იმდენად ჩვენ ერთ ნავში ვზივართ, რომ ამ ნავის სწორი მიმართულებით წასვლა არის ჩემი სასიცოცხლო ინტერესი ეს ერთი. მეორე, რაც არის კარგი, რომ ჩვენ შევქმნით ის რაზეც პუტინმა დაგვსაჯა ყველაზე მეტად სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ შევქმნით სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ახლა არის ძლიერი და რომელსაც მე მიმაჩნია, რომ ძირითადად შეიძლება არ აღიარებდნენ, მაგრამ მათ ძირითადად იშვილეს ახალმა მთავრობამ
და ეს პოზიტიურია და ძირითადად აგრძელებს ამდენიც ანუ თქვა აკრიტიკონ იუსტიციის სახლები რო ზედმეტად ჩქარა მუშაობენ რაღაცა ხო იშვილეს ხო მუშაობენ და არის ადგილობრივ გამჭირვალე შენობებში ხო ეგერ ხსნიან ჩვენ მიერ არ გახსნილ მაგრამ უკვე დამთავრებულ შენობებს ეგერ ჩვენ მიერ ხო ახალციხის სასტუმრო ჩემი ინიციატივით და ბანოს ინიციატივით გაკეთა გახსნეს საზეიმოდ მე ეს მიხარია ყველაფერი მათ გაჭრალეთ მათ ბევრი გააკეთა ამიტომ პოზიტივია რომ შეინარჩუნეს ეს და ამას ეგრევე არ შეესიან და ჩაქუჩებით და ძალაყინებით არ დაუწყეს გრევა და მე მარტო შენობებს არ გულისხმობ ინსტიტუტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს კარგია კარგია რომ საგარეო პოლიტიკაში დეკლარაციების დონეზე მაინც უახლოეს ბოლო დრომდე ფიქსირდებოდა ეს გაგრძობითობა ამ ნატოს და დასაწყისად თუმცა კიდევ ერთხელ ბოლო ამბებმა ძალიან სერიოზულად ამოფიქრა ძალიან დიდი საფრთხე შექმნა გამიხარდება თუ სოფლის მეურნეობის პროგრამაში მართლა მოუხნავენ გლეხებს თან თავი რა ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ თევზი კი ან მიუტაროთ სახში თევზის დაჭერა ვასწავლოთ და ამას კიდე მეტი გამიხარდება თუ იაფი კრედიტის პროგრამა მართლა იმუშავებს თუმცა არსებობს ბევრი კითხვა ამ პროგრამის მიმართ ერთ სიტყვით კეთილი განზრახვებიც კარგი რაღაცაა ამიტომ რა თქმა უნდა და მე ამიტომ მე ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს რომ მე აქ ვარ ჩასაფრებულის პოზიციები და რომელსაც მინდა რომ მათ კისერი წაიტეხონ ან მხარი მოიტეხონ აქ საუბარია სხვა რაღაცაზე ეს არის ასე და ყველა მთავრობა რაღაცას მომატებს რაღაცას დააკლებს და თანდათან ეს გაგრძელდება სხვა რაღაცაზეა საუბარი ის რაც მოხდა ბოლო ხანებში კიდევ ერთხელ საქართველოს არის ქვეყანა რომელსაც დაესხა ისტორიაში ყველაზე დიდი არმია რომელიც როდესმე შემოსულა საქართველოს როდესმე ხა ჩვენ კი ვლაპარაკობთ ხშირად ისტორიის საფუძველზე 20000 30000 40000 100000 მაგრამ მოდი თქვა ხომ ზოგჯერ გაზვიადებული ეს ეხა ნამდვილად ვიცით რომ ძალიან დიდი არმია იყო ყოველთვის ასეთი არმიები ქვეყანას იყრობენ ბოლომდე ყოველთვის არ ყოფილა არასოდეს გამოხდა ეხა იძახე რომ იქ ეს რატო საიდან ხალხი საიდან გამოყვა თელი ევაკუაცია რატო თელი ქვეყანა ებომბებოდა ორნიდან გამომიგზავნა SMS-ი ადამიანებს რომელზეც დღემდე არ ვიცი ვინ არის გვიშველეთ ბატონო პრეზიდენტო ორნი იბომბება ყველა ვიხოცებით რა უნდა მეშველა თელ საქართველოს ბომბავდნენ ამიტომ საიდან მოგვიხდება ევაკუაცია ორნიდან ფოთიდან სენაკიდან თბილისიდან თბილისში ჩავნაბადას ვიყავდა ხანის გარშემოცვიოდა ბომბები ხო ასე რომ და ჩვენ ვიყავით სარაკეტატყუის ქვით მახათისთაზე ჩვენთან გვერდზე სასახლის დაშლა ასე რომ ეს იყო რაც ხდებოდა მიუხედავად ამისა რუსეთმა ვერ აიღო თბილისი და ვერ დააღო ქართულ საქართველოს ამის შემდეგ საქართველოს განიცადა დიდი პროგრესი საქმის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამის შემდეგ გავეცარით ქვეყანა ბოლოს 5 მილიონი ტურისტამდე ავიყვანეთ ხო აი ამ სიტუაციაში როცა დღეს ამიტომ მე მაგალითად გამიხარდება რომ რუსეთში ღვინო შევიტანოთ გამიხარდება თუმცა კიდე 3-4 მილიონი ტურისტი და ამგვინოს წლიანად აქ დავლევდით. თუმცა თქვენ ძალიან გაკრიტიკეთ და მე თქვენ სამ განცხადებას მოყრიტიკეთ ჟონიშენკოს წარმომადგენლები როდესაც იყვნენ ჩამოსულები. ბოდიშავდა ხდეს საქართველოს მთავრობა რომელიც ლამის დედას აგინებს ევროკავშირის ლიდერებს რომელსაც გადარჩეს ჩვენ დამოუკიდებელ იმავე წინა დღეს არ უნდა უხდეს ბოდიშ უხდით ბატონ რონიშენკოს. ეს ერთდროულად არ გამოდის კარგად, არ ჭერს კარგად. ეს სხვადასხვა თემებზე ლაპარაკობ მივესალმები რუსეთში ჩვენი პროდუქციის შესვლას, მაგრამ არ მივესალმებ იმათ რომ მარტო ჩამოვკით მომავალს, მაგრამ ამას რო გავდოთ გვერდზე, რომ დაუბრუნდეთ ამ თავარ თემას. მივესალმები. მაგრამ კატეგორიულად მე მიჯნები. იმ პირობებში, როცა ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენ დამოუკიდებლად, როცა ეს ომი არ დამთავრებულა რუსეთისთვის სასურველი შედეგით, ნამდვილად ამას რუსებიც აღიარებენ. როცა მედვედევმა აღიარა 4 წლის თავზე, ხო, ეს ხო ჩემი მოგოლი არა, გარდა იმისა, რომ მე უნდა ჩამკიდონ იმ ადგილი და რაღაცა, ხო, რომ მეზიზღება სააკაშვილი, მაგრამ ისეთი მაგარი რეფორმები გაატარესო, რომ ჩვენ უნდა ბევრ რაღაც გადავიღოთ, ვისწავლოთ ქვეყანა, რომელიც თქვა რომ სულ განადგურებას უპირებთ ამ პატარა საქართველოსო, 4 წლის თავზე აღიარა 2012 წლის მარტში, რომ ამ ქვეყნისგან სხვა შორის უნდა ვისწავლოთ ეხლაო როგორ ვმართოთ რუსეთიო. ისა ჩვენ გარშემო აი ხა ხო გვიყურებენ არა მხოლოდ საქართველოს ცხოვრებ ქართველები, უკრაინაში ვიცი გვიყურებენ, აზერბაიჯანში და შენ. მათ ხო იციან აზერბაიჯანში, უკრაინაში, შუაზეს, რუსეთშიც როგორ შენატროდნენ საქართველოს რეპუბლიკას. ეხლა შიგნიდან ჩვენ ბევრ რაღაცა სწორადაც აღშფოთებული იყო ხალხი, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურ გაჭიროებაზე უბედურებაზე, მაგრამ მე ხო ვიცი იქ როგორ შეხნატროდნენ საქართველოს რეპუბლიკას. იგივე სომხეთში, იგივე და და დღეს რა თქმა უნდა ეს ხალხი არის ჩაფიქრებული. რა თქმა უნდა ეხლა დღეს დგას ბევრი კითხვა. აი ამას მიაღწია საქართველოს გახდა ალტერნატიული მოდელი რუსეთის
ამ თელ პოსტსაბჭოს მართლა გახდა. ეს იყო რაც არ გაუპატია რუსეთმა. რომ მართლა ქვეყანა სადაც არის კორუფცია, დანაშაულული, სადაც ის რითაც რუსეთი მართავდა, ხო კორუფცია გრაჩოვი თვალით ჩაუკრა ყიტოვანი და ომობდა თითქოს და ყიტოვანი წავიდა ერთად-ერთად ბიზნეს მოსკოვში. კახათარ გამაძე ვითომ რაღაცა და კახათარ გამაძე იჯდა მერე და რუშაილოსთან ერთად ქაფავდა პულს რუსეთში. ამიტომ რას ვიძახი, ეს ყველაფერი ჩაუჭერეთ. ეხლა გაკეთება იმისა, რომ საქართველოს დააბრუნო უკან და განცხადება იმისა, რომ ან მინიშნება, რომ საქართველოს რამეში მაინც არის დამნაშავე, იმაში, სადაც ვართ სამდე მართალი. სადაც იმ პირობებში, როცა ჩვენი ომი გრძელდება, ჩვენი აღშენებლობა, ჩვენი რეფორმები, ჩვენი ამ ახალი იმიჯი, ჩვენი საინფორმაციო, ჩვენი საერთაშორისო ინტეგრაციით, იმით რომ ვილნიუსში მართლა ქონდა შანსი ევროკავშირის პერსპექტივის მიღების, ესე გეოპოლიტიკური გადატრიალების მიღების. აი ამ პირობებში დღეს საქართველოს რამეში დადანაშაულება და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ წყალსაც წაუღია საქართველოს პრეზიდენტი საუბარია საქართველოზე, საქართველოს სახელმწიფოზე. მე ამას კატეგორიულად ვემიჯნები როგორც პრეზიდენტი. მე მინდა გავაფრთხილო, რომ ეს არის ის პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენ შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში, საქართველოს ჩვენ უნდა შევერეჩოთ ნებისმიერ ფასად სააკაშვილები, წავლენ, მოვლენ, ივანიშვილები, სააკაშვილები, მე არ ვლაპარაკობ სხვა ვიღაცებზე და ბევრი სხვადასხვა ადამიანი და ახალები მოვლენ, კიდევ უფრო მაგრები ძალიან მაგრამ ახალი თაობა მოვიდა ისეთი. თავარი ეს შედეგი მე ვფიქრობ ვარდების რევოლუცია ერთ-ერთი ჩვენ მარტო ჩვენ ვერ მივეწერთ ამას. თავარი შედეგი არის ის, რომ გაჩნდა ახალი თაობა, რომელსაც არა მხოლოდ 37-მაინთიანი ბილეთი არ ენატრება. და სხვა შეიძლება იმ აგუტინის კონცერტი მინდა ეგ პრობლემა არ არის. მაგრამ რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას არასდროს არ დათმობს, რომელიც იცის ჩვენი ადგილი რო არის ევროატლანტიკურ სივრცეში, რომელიც იცის რომ ის რისთვისაც პირველად გაჩნდა შანსი, რასაც ვერ მიაღწია სულხან საბაურბელიანმა, რასაც ვერ მიაღწია, თუნდაც ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც კებულარი ეწერს ეს სერჟანტი, თავისთავად ვერ მიაღწია გულშემატკივრობდა, რომელსაც რასაც ვერ მიაღწია, მიუხედავად ცდილობისა შევარდანი სულ აი დაბნეული იყო და ბოლომდე ვერცეთ მიმართულებით ვერ წავიდა. რასაც ვერ მიაღწია, ეხლა გვაქვს უნიკალური შანსი და ეს არის ამაზე უარის თქმა იქნება ქვეყნის დამარცხების გაფორმება. საქართველოს არ არის დღეს დამარცხებული. არც გამარჯვებული არ არის, არც გამარჯვებული არ არის. ჩემი აფხაზეთი, ჩემი დედული, ჩემი სამშობლო არის ოკუპირებული. და ცხინვალი. მაგრამ მთავრობას აქვს ბატონო პრეზიდენტო იმის შანსი, რასაც თქვა თქვენმა ხელისუფლებამაც ვერ მიაღწია, ამას ფიქრობთ. ამ მთავრობას აქვს შანსი მიაღწიოს ბევრად მეც გაგძობადობად შევიდე ხელისუფლება, მაგრამ ამ მთავრობას გამოუჩნდა სიმპტომები და ეს მე ძალიან მაფიქრებს, რომ გამოაცხადოს პრაქტიკულად ქვეყნის კაპიტულაცია, თუ ამ გზას გაყვება, გამოაცხადოს და რეალურად კიდევ ერთხელ მიმეორებ ჩერჩილის სიტყვებს. ჩვენ გვაქვს არჩევანი, რუსები გეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული თქვენი ტერიტორია, არ გიბრუნებთ. მაგრამ თუ არ გინდათ თლიანი ოკუპაცია მოახდინოთ, დაგვითვლით 1 2 3 4 გაასამართლეთ თქვენი პრეზიდენტი, მოხსენით ოკუპაციის კანონზე შეზღუდვები, დაიჭირეთ თქვენი სამხედრო ოფიცრები, ვინც გვებრძოდნენ, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინც ოპერაციებს აკეთებდა, აი ყველაფერს თუ გააკეთებთ, მაშინ ჩვენ არ დავიყვოთ დანარჩენ საქართველოს. ესე იგი ჩვენ გვაძლევენ არჩევანს დანარჩენ საქართველოს არაოკუპაციასა და უღირსობას შორის, ოკუპაციას და უღირსობას შორის. მაგრამ თუ ჩვენ ავირჩიეთ უღირსობა, ჩვენ მივიღებთ ოკუპაციას. და ამიტომ ჩვენ როგორც არასდროს უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი, ის ყველაფერი რაც რუდუნებით აქამდე მოვიტანეთ. მადლობა და ბოლო კითხვა მაინც მინდა დაგისვათ. თქვენ თავად თქვით რომ მოდაში შემოვიდა წარსულზე საუბარი, თქვა ძალიან ბევრი ინტერვიუ მიეცით თქვენ არჩევნების შემდეგ და ისაუბრეთ ამ შეცდომებზე, ისიც თქვით რომ პრეზიდენტობა თქვა ამ ფორმით უკვე აღარ გხიბლავთ, რომ ისაუბრეთ თავის დროზე ამ გირგულიანის საქმეზე, ჟვანიეს, რობაქიძის 7 ნომერზე 26 მაისს, ამას მხოლოდ იმიტომ ვთვლი რომ ამაზე მოვისმინეთ თქვენი პასუხები, ამიტომ აღარ მინდა რომ დეტალებზე ვისაუბროთ, დროც აღარ არის, უბრალოდ მინდა კითხოთ რომ რა იყო მთავარი შეცდომა, მაინც როგორ ვფიქრობთ იგივე აი გამჭვირვალობა ახსენეთ რომ მეტი ის იყო საჭირო საზოგადოებასთან და თქვენი გუნდის წევრები სხვა შორის ხშირად ამბობენ რომ ჯობდა მეტი განმარტებები გაგვეკეთებინა ხალხისთვის მეტი გველაპარაკა ოპოზიცია არ არსებობდა თქვენ თქვით და თქვათ მეტი საშუალება მიგეცათ ოპონენტებისთვის იგივე ლაზიკა ვერ გავაგებინა ხალხისთვის ამ შესავალს ვაკეთებ მხოლოდ იმისთვის რომ ამ შეცდომების გათვალისწინებით თქვა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ რჩება მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში და რა საპირისპირო პირველი მე მაქვს გეგმა რომ დარჩენილ თვეებში 6 თუ 7 თვე ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს სუვერენიტეტი არ დადგეს ამ გამანადგურებელი დარტყმის საფრთხის ქვეშ პირველი მეორე მე იმაზე კი არ მინდა ვისაუბრო მე ვაკრიტიკე თავრობა იმისათვის რომ ძალიან ორიენტირებულიან წარსულზე თუნდაც ამ სამხედრო ამბების გამოძიებაზე და მომავალზე არ იყურებიან და მეც არ მინდა ზენმედად დავიწყო წარსულს მე გეტყვით იმაზე რა უნდა გაკეთდეს მომავალში როცა განახლებული გუნდით და ეს დარწმუნებული აუცილებლად მოხდება ეს ჯგუფი ვინც შექმნა ქართული სახელმწიფოები რაღაც განახლებული ფორმით კიდევ ერთხელ და სახეცვლილებებით მოვა უკან თავრობაში რაღაც ფორმით
რა უნდა გააკეთონ მათ, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებ, მაგალითად პირველი რაცაც მე გავაკეთებდი ხელახლა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩემ თავზე არ ლაპარაკობდი ყველა სახელს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რა თქმა უნდა რთულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებში უსაფრთხოების სტრუქტურებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მათი ჩარევა პოლიტიკაში არ შეიძლება. გავწევდით მაქსიმალურად გვერდზე პოლიციას, პროკურატურას, ეს არ არის მათი საქმე, პოლიტიკა. გავწევდით მთლიანად ფინანსური სექტორიდან გვერდზე პროკურატურას. ხო, გავწევდით მთლიანად გვერდზე. მთლიანად. ბევრად უფრო კარგად მოვახდედი იდენტიფიცირებას გაჭირებული ფენების და მართლა ბევრად უფრო დიდ სოლიდარულ დახმარებას მისცემთ გაჭირებულ ფენებს და არა ზოგადად ის რომ აქეთ გავისვათ ფული იქით ყველას მიცეთ ყველას არა. იმას ვის მოვახდედი სრულ კონცენტრაციას ახალ პროექტებზე, მაგრამ ისეთ პროექტებზე, რომელსაც შემოაქვს ფულის კი არა, რომ მარტო რომ ლამაზია და მომწონს შეხედვა, არა. აი პორტი რატო? იმიტომ რომ პორტ შემოაქვს ფული. განვითარება ინფრასტრუქტურის ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური ცენტრები, ამას შემოაქვს ფული. ინვესტიცია ფული შემოდის. თუმცა ამის საშუალებით კონკრეტულად ხელისუფლებაში ხა პირადი გეგმები. წარმოუდგენლად ბევრი რაღაც გაკეთე ხა, მაგრამ ძალიან ბევრად მეტ ადამიანს გავაგზავნე უცხოეთში სასწავლებლად. ეხა ვიცი რომ და ბევრად მეტ ფულს ჩავდებდი განათლების სექტორში საქართველოს ჩავდებ იმედია მომეცემა ამის საშუალებით იმიტომ რომ მოგვეცემა იმიტომ რომ დღეს ბევრი ჩვენი ის არის სტერეოტიპი იქიდან რომ მე მაგრამ ნანუ ათასობით ადამიანი გავუშვით საპრეზიდენტო სტიპენდიად 10,000 უნდა გაგვეშვა 10,000 უნდა გაგვეშვა უნდა გაგვეშვა არა მხოლოდ მაგისტრატურაში უნდა გაგვეშვა ზაფხულის ბანაკებში მეზობელ ქვეყნებში გაეცროთ ხალხი საქართველოში ბევრად მეტი უნდა ევლოთ პატრიოტთა ბანაკი ხა კი უნდა დაგუკეტა პირიქით 10-20 ახალი უნდა გაიხსნას უნდა იარონ უნდა მიიღონ ეს გამოცდილება განათლებაში არის ჩადებული ძალიან ბევრი ფული მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ იმ შეცდომებით შემცირდა შეება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოგახსენეთ რომ იურისტი ვარ, მაგრამ იურისტობას აღარ ვაპირებ. რაც შეეხება საკითხი საქართველოს თავის იმ მონოპოლების გადარჩენა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემზე პირადად რაც იქნება დამოკიდებული, რომ ეს მონოპოლები ჩვენ გადავარჩიოთ და მეორე რასაც გავაკეთებ ასევე, რომ ახალ ხალხს შევეცოდო ბევრად მეტ ახალ ადამიანს გაუხსნა გზა პოლიტიკაში. ანუ საპრეზიდენტო ვადის სამწურის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩება პოლიტიკაში, ნიშნავს ამას. ხა თუ ტრაქტორისად არავინ არ მიყვანს, ეჭვი მაქვს, არ მიყვანს, ხო? მე მქონდა შემოთავაზებდი ეხაც მაქვს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სერიოზულ თანამდებობებზე, მაგრამ ჩემი გული, ჩემი სული არის საქართველოში. მე დავპირდი გუშინ ანის და ლევანს, გიორგი ანწეხველიძის შვილებს. დავპირდი ჩემ გულში, პირდაპირ ხა იქ ვეთამაშდა რაღაცა დაუთვალიერება სასახლე, მაგრამ ჩემ გულში დავპირდი და ეხა შემიძლია ტელევიზორთან დავპირდი, ისე როგორც საქართველო არ იქნება თავისუფალი, მე ამ ბრძოლიდან არ გავა. საქართველო ამ ბრძოლაში ბოლომდე არ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა ჯერ თავიდან ავიცოდოთ კაპიტულაცია დამარცხება ახლა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საბოლოო გამარჯვების. სანამ საქართველო არის ოკუპირებული, სანამ საქართველო არ არის ბოლომდე ჩაბეტონებული ევროატლანტიკურ სივრცეში, სანამ ეს რუსეთი, რომელსაც 5-6 წელიწადში იმის გამო რომ ენერგეტიკული კრიზისები სხვა ბევრად მეტი პრობლემა იქნება, მაგრამ ეხლა არის ასეთი საშიში. როგორც არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად მობილიზებულები და რაც თავარია, არაფერი დაუშავოთ ჩვენ ქვეყანას, შევინარჩუნოთ რაც არის და წავიდეთ წინ და თუ ამ მთავრობას შევუწყობ ხელს და ამ გამოცდილებას გავუზიარებ, მე დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი უფასო კონსულტანტიც. მართლა ვაღოთ. ამას ვამბობ, როგორც ჩემი შეთავაზე პრემიერ-მინისტრი, არა როგორც პარტიული ლიდერი. ანუ უფრო ხშირად იკონტაქტებდით სიამოვნებით ვიქნები მისი კონსულტანტიც ამ არჩევნების შემდეგ, მათ შორის საპრეზიდენტო ახალი პრეზიდენტის კონსულტანტი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ. ეს იქნება ყველაზე მეტი ჯილდო რაც შეიძლება მიიღო და გადარჩეს ჯერ ერთი ამ საფრთხეებისგან და წავიდნენ წინ. ეს არის კონსულტანტობას აპირებთ ოპოზიციაში აქტიურად ყოფნით. მე ვფიქრობ რომ თუ კონსულტანტად მიმიღებენ ბევრად უფრო მეტად სიამოვნებით ვიქნები მათი კონსულტანტი ურჩევას დაიზიარებენ და ხა თუ არა და ყოველთვის არის პოლიტიკაში ფორმა არსებობს. დღეს ბევრი რაღაცა საქართველოსთვის მართლა წყდება. დღეს არის ეგზისტენციალური საფრთხე და ეხა დღეს მარტო მე კი არა. მთელი საქართველო უნდა იყოს ჩართული ამ ეგზისტენციალურ საფრთხეების თავიდან აცილებაში. ამიტომ მე მინდა ყველას კარგად გქონდეს გააზრებული, რა წყდება უახლოეს დღეებში, კვირეებში, თვეებში და შემდეგაც ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა. თითქმის 2 საათია ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. უღრმესი მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი. ხო, ბევრია ხოლმე თემა, კიდევ უამრავი თემა, რაზეც შეგვეძლო გვესაუბრა, თუმცა უკვე მართლა ბევრი დრო გავიდა. ძალიან დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი ამ შემთხვევაში, რადგან ომზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, პასუხობდა პოზიციის კითხვებს. მე პარასკევამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. დიდი მადლობა.